კონსპირაციული თეორიები ხშირად სასაცილო ჟღერს. მეტიც, ხშირ შემთხვევაში ისინი უსაფუძვლოა და მათ არანაირი მყარი არგუმენტი არ აქვთ. თუმცა ხანდახან შესაძლოა რომ ზოგიერთი მათგანი სიმართლეს შეესაბამებოდეს. როგორც ჩანს, კორტესს რაღაც შეემთხვა. ვიმეორებ, კორტესს რაღაც შეემთხვა. ეს მე-20 საუკუნის ყველაზე გახმაურებული მკვლელობაა. მოკლული კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია. მომხდარს ათასობით თვითმხილველი ჰყავს და საქმე შტატების სამართალდამცავი ორგანოების საუკეთესო თანამშრომლები იძიებენ. საქმე დღემდე ინტერესსა და ცნობის მოყვარეობას აღძრავს. დღეს 22 ნოემბერია. ზუსტად 62 წლის წინ კი დალასში, ტეხასის შტატში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი მოკლეს. საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში დღემდე არსებობს საკმაოდ დიდი რაოდენობის კითხვები, რომლებიც შემდეგმა ფაქტორებმა გამოიწვიეს. კენედის მკვლელობის შემდეგ სულ რაღაც რამდენიმე საათია გასული. ამ მომენტისთვის პოლიციელებს უკვე დაკითხული ჰყავთ თვითმხილველები და მეტიც, მათ ეჭვმიტანილიც კი ჰყავთ დაჭერილი. საუბარი ლი ჰარვი ოსვალდზე მაქვს, რომელიც მკვლელობის ადგილთან ახლოს მდებარე შენობაში, ტეხასის სასკოლო სახელმძღვანელოების საცავში მუშაობდა. რამდენიმე საათში გამომძიებლები სამხილებს პოულობენ. რამდენიმე დღეში, მაშინ როცა ის ქვეყნის საოლქო ციხეში გადაჰყავთ, მას ჯეკ რუბი კლავს სატელევიზიო კამერების, ჟურნალისტებისა და პოლიციელების თანდასწრებით. ერთ წელიწადში კი სახელმწიფო კომისია ოფიციალურად ადასტურებს ლი ჰარვი ოსვალდის ბრალეულობას. ვინ მოკლა ჯონ ეფ კენედი? კომისიის პასუხია უდაოდ ლი ჰარვი ოსვალდმა. ძალიან მოკლედ რომ თქვა, ჩვენ გვყავს დამნაშავე, გვაქვს სამხილები, გვაქვს საქმე, რომელიც ოფიციალურად დახურულია, თუმცა არ გვაქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ეს არის იმაში თავდაჯერებულობა, რომ ყველაფერი, რაც სახელმწიფო სტრუქტურებმა გამოიძიეს, სიმართლეს შეესაბამება. ოფიციალური გამოძიების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმაოდ დიდი რაოდენობის კითხვის ნიშანს ბადებს. შეგახსენებთ, მოკლულია ზე სახელმწიფოს პრეზიდენტი. იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ჩართული არის ცივ ომში. გარდა ამისა, მოკლულია ადამიანი, რომელიც ერთ წელიწადში ელოდება მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებს. და აქედან გამომდინარე, მას როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ, საკმაოდ დიდი რაოდენობის მოწინააღმდეგე ყავს. და ამ ყველაფრის გარდა შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური დაძაბულობა პიკშია. და ამ დროს ოფიციალური გამოძიება ამბობს იმას, რომ იგი მოკლა ბიბლიოთეკის თანამშრომელმა. თან სრულიად მარტო. ისე რომ მას არავინ ეხმარებოდა. დღევანდელ ვიდეოში ვეცდები, რომ თქვენთან ერთად განვიხილო ის თუ რა ხდებოდა დალასში 1963 წლის 22 ნოემბერს. ერთად განვიხილოთ ის თუ რა ხდებოდა გამოძიების პროცესში, რა ხდებოდა მანამდე და რა ხდებოდა შემდეგ. და საბოლოო ჯამში ერთად გავარკვიოთ ის თუ ვინ მოკლა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯონ ეფ კენედი. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და თუ მზად ხართ, დავიწყოთ. მე ჯონ ფიცჯერალდ კენედის საზეიმოდ ვbicავ, რომ კეთილსინდისიერად შევასრულებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობებს. დავიცავ ამერიკის კონსტიტუციასა და სახელმწიფოს. ღმერთი იყოს ჩემი შემწე. 1963 წლის 22 ნოემბერი. დალასი, ტეხასის შტატი. ადგილობრივი დროით 11 საათი და 35 წუთია. თვითმფრინავი, რომელშიც კენედი და მისი თანმხლები პირები იმყოფებიან, აეროპორტში ეშვება. დალასის შტატის ერთ-ერთი იმ 5 ქალაქთაგანია, რომელიც პრეზიდენტმა უნდა მოინახულოს. ის და მისი მეუღლე უკვე იყვნენ ფორტ ვორთში, ჰიუსტონში და სან ანტონიოში. დალასის შემდეგ კი პრეზიდენტი ქალაქ ოსტინში გეგმავს ჩაფრენას. სანამ ამ პერიოდის რთულ პოლიტიკურ ვითარებას გაგაცნობთ, მანამდე გეტყვით იმას, რომ 60 წლის წინაც, ისევე როგორც დღეს, ტეხასის შტატის მოსახლეობის უმეტესობა რესპუბლიკელებს უჭერს მხარს და არა დემოკრატებს. დემოკრატებს, რომლებსაც თავის დროზე კენედი წარმოადგენდა. და შესაბამისად მისი დალასში ვიზიტი, ან ზოგადად ტეხასში ვიზიტი, საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ერთ წელიწადში უნდა ჩატარებულიყო მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები. აეროპორტში პრეზიდენტს და მის მეუღლეს უამრავი ადამიანი ხვდება. ხელის ჩამორთმევის, ჟურნალისტებთან რამდენიმე წინადადების გაცვლისა და ტეხასის გუბერნატორთან, ჯონ კონელისთან და მის მეუღლესთან შეხვედრის შემდეგ, დაახლოებით 11 საათსა და 45 წუთზე ისინი ერთად ხდებიან ლინკონ კონტინენტალის კაბრიოლეტში. ვიცე-პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი და მისი მეუღლე სხვა ავტომობილში ხდებიან. გაურკვეველია იყო თუ არა დაგეგმილი დახურული ან ღია ტიპის ავტომობილი. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მას შემდეგ რაც კენედიმ შეამჩნია, რომ ამინდი უმჯობესდებოდა, თავად მოითხოვა ლიმუზინი, რომელიც კაბრიოლეტის ტიპის იქნებოდა. კორტეჟი აეროპორტიდან დაახლოებით 11 საათსა და 52 წუთზე დაიძრა.
დანიშნულების ადგილი კი სავაჭრო კომპლექსი Trade Mart-ია, რომელშიც კენედის სიტყვით გამოსვლა აქვს დაგეგმილი. თუმცა მანამდე პრეზიდენტის კორტეჟი ქალაქის ცენტრს მოივლის. სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, მის დასახვედრად ქუჩებში 150,000-დან 200,000 ადამიანამდე იყო გამოსული. 12 საათისთვის პრეზიდენტის ავტომობილი დალასის ცენტრში გადაადგილდება. კორტეჟი ნელა მოძრაობს, რადგან პრეზიდენტი კმაყოფილია იმით, რომ შტატში მას ამდენი მხარდამჭერი დახვდა. 12 საათსა და 29 წუთზე მეინ სტრიტიდან ავტომობილი უხვევს მარჯვნივ, ჰიუსტონის ქუჩაზე, სადაც ტეხასის სასკოლო სახელმძღვანელოების საცავის რამდენიმე სართულიანი შენობაა. ამ მომენტში კენედის მიუბრუნდება გუბერნატორი კონელის მეუღლე და ეტყვის ფრაზას: ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ნამდვილად ვერ შეძლებთ იმის თქმას, რომ დალასში ხალხს არ უყვარხართ. ამ დროს კი პატარა ბორცვზე არსებულ ბეტონის კოლონასთან დგას აბრაამ ზაპრუდერი, რომელსაც ხელში სამოყვარულო კინოკამერა უჭირავს. აბრაამი ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელია. კომპანიის, რომლის შენობაც ამ ბორცვის მოპირდაპირე მხარეს ტეხასის სასკოლო სახელმძღვანელოების საცავის გვერდითვეა. ზაპრუდერი დემოკრატების მხარდამჭერი იყო და შესაბამისად მაშინ, როდესაც გაიგო, რომ კენედის იმ ქუჩაზე უნდა ჩაევლოს, სადაც მისი ოფისი მდებარეობდა, გადაწყვიტა, რომ თავისი სამოყვარულო კამერით გადაიღო კადრები. თუმცა მოგვიანებით იგი ამ ბორცვზე ავიდა და სწორედ ამ ბორცვიდან შეძლო და დააფიქსირა კენედის მკვლელობა. 12 საათსა და 30 წუთზე გაისმა გასროლის ხმა, რასაც საიდუმლო სამსახურის აგენტი კლინტონ ჰილი ფეირვერკის გასროლად აღიქვამს. თუმცა შეამჩნევს პრეზიდენტის რეაქციას და მყისიერად გამოიქცევა საკუთარი ავტომობილიდან. როცა ის პრეზიდენტის ლიმუზინში აღმოჩნდება, უკვე გვიანი იქნება, იმიტომ რომ მეორე თვიამ კენედი იმსხვერპლა. ოფიციალურად 3 გასროლა იყო, თუმცა კენედის მხოლოდ 2 თვია მოხდა. პირველმა თვიამ კენედის კისერში გაიარა. სხეულის გავლის შემდეგ გუბერნატორ კონელის მოხდა ჯერ მხარში, ხოლო შემდეგ ხელის გავლით ბარძახში. მეორე თვია კი პრეზიდენტს კეფაში მოხდა. კორტეჟი პარკლენდის ჰოსპიტალისკენ დაიძრა. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს პრეზიდენტის გადასარჩენად, თუმცა იგი 13 საათზე გარდაიცვალა. ალბათ ხვდებით, რომ YouTube-ის შეზღუდვების გამო უშუალოდ მკვლელობის კადრებს ნამდვილად ვერ გაჩვენებთ. თუმცა განსაკუთრებით დაინტერესებულ მაყურებელს შეუძლია, რომ ვიდეოს აღწერაში ჩაიხედოს და მითითებულ ლინკებზე გადავიდეს თავად ნახოს ყველაფერი, რაც ძალიან აინტერესებს. მე ასე მგონია, რომ ყველაზე საინტერესო არა უშუალოდ მკვლელობის კადრების ჩვენება არის, არამედ იმ პოლიტიკური ვითარების განხილვა არის, რომელიც ამ პერიოდის ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდებოდა. საუბარი მაქვს სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე და კენედის როლზე ამ სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ სიტუაციაში. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ყველაფერში გარკვევა ჩვენ დაგვეხმარება იმაში, რომ გავიგოთ, ვის აწყობდა კენედის მკვლელობა. მეორე მსოფლიო ომი ცივმა ომმა ჩაანაცვლა, რომელშიც იდეოლოგიები უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. დასავლური ქვეყნები იმას დარდობდნენ, რომ საბჭოთა კავშირი თავის საზღვრებს აფართოებდა. დემოკრატიის პირველ მტრად კი მათ კომუნიზმი მიაჩნდათ. ამ ექსპანსიის შესაჩერებლად კი ორი მეთოდი არსებობდა: ან დიპლომატია, ან ძალა. კენედის წინამორბედმა პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა შეიმუშავა ეგრეთ წოდებული დომინოს თეორია, რომელიც გულისხმობს შემდეგ რაღაცას. თუ კი რომელიმე სახელმწიფოში გაიმარჯვებს სოციალიზმი და სოციალიზმი დამყარდება, მის მეზობელ ქვეყნებშიც აუცილებლად იგივე რაღაც მოხდება. აქედან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე როგორც საბჭოთა კავშირი, იყვნენ ჩართულები სამხრეთ და ჩრდილოეთ ვიეტნამის ომში, სადაც სამხრეთელებს უჭერდნენ მხარს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები, ხოლო ჩრდილოელებს შესაბამისად საბჭოთა კავშირის წარმომადგენლები. აქ საუბარი იმაზეა, რომ თუ კი ვიეტნამი თავიდან ბოლომდე გახდებოდა სოციალისტური სახელმწიფო, დიდი ალბათობით სხვა აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიც მას მიბაძავდნენ. ამავე პერიოდში, ანუ 50-იანებში, კორეაშიც დაიწყო ომი, რომელშიც ამერიკელები სამხრეთელებს უჭერდნენ მხარს. ამ დროს კი კუბაში რევოლუცია იწყება. შტატების ერთგული დიქტატორის, ფულხენსიო ბატისტას მმართველობა დაემხო. ხელისუფლებაში კი ფიდელ კასტრო მოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც ფიდელ კასტროს მმართველობის ლეგიტიმურობა აღიარა, ორ სახელმწიფოს შორის დამოკიდებულება მალევე დაიძაბა, რადგან ფიდელ კასტრომ კომუნისტური რეჟიმი დაამყარა და ახლო ურთიერთობა დაიწყო საბჭოელ ხელისუფლებასთან. ამის ფონზე 1961 წლის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა კუბასთან დიპლომატიური ურთიერთობები. აი რა ხდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, თუმცა რა თქმა უნდა ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის შიდა პოლიტიკაც.
შეგახსენებთ, ეს ყველაფერი დაგვეხმარება იმის გარკვევაში, თუ ვის აწყობდა კენედის მკვლელობა. შიდა პოლიტიკაში, განსხვავებით გარე პოლიტიკისგან, სადაც ყველაფერი ქაოტური იყო და დაძაბული იყო, ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობდა. ეს არის ის პერიოდი, როდესაც ამერიკაში გაჩნდა ამერიკული ოცნების იდეა. კერძო სახლის ფონზე მომღიმარი ბედნიერი ოჯახი, საკუთარი ავტომობილი, იდეალურად გაკრეჭილი გაზონი, პატარა ბავშვები, მარი, რომელიც აუცილებლად ჩარვალ კოსტუმშია. მოკლედ, ერთი სიტყვით, საოცნებო ცხოვრება. ეს სწორედ ამერიკული ოცნების იდეის კონცეფტია, რომელიც 50-იან წლებში გაჩნდა. ერთ-ერთი უმთავრესი სიტყვა, რომელსაც ისტორიკოსები ამ პერიოდის ამერიკის აღსაწერად იყენებენ, არის სიტყვა ბუმი. საუბარი მაქვს ეკონომიკის ბუმზე, სოციალური სტატუსის შეცვლის ბუმზე, ალაგარეთ ცხოვრების ბუმზე, ბოლოს და ბოლოს ეგრეთ წოდებულ ბეიბი ბუმზე, რომელიც შობადობის რეკორდულ მაჩვენებელს გულისხმობს. სავარაუდოდ სიტყვა ბუმერის შესახებ გსმენიათ, არა? ამ თაობის წარმომადგენლებს ბუმერები სწორედ იმ პერიოდის გამო შეარქვეს, როდესაც ბეიბი ბუმი დაიწყო. საუბარი მაქვს იმაზე, რომ საშუალო სტატისტიკურ ამერიკელებს გაუჩნდათ იმის სურვილი, რომ ბავშვი ყოლოდათ. ოღონდ ამ სურვილის მიღმა არსებობდა შესაძლებლობაც, რაშიც ახლავე აგიხსნით რაც გულისხმობ. საშუალო სტატისტიკური ამერიკელი იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში უკანასკნელ 10 წელიწად ნახევარში მთლიანი შიდა პროდუქტი ფაქტობრივად გაორმაგდა, ბევრად უფრო მეტ ფულს შეუვლობდა, ვიდრე აქამდე. საშუალო სტატისტიკურ ამერიკელს შეეძლო იყიდა ის, რასაც წინათაობის წარმომადგენელი ინფლაციის გამო ვერ ახერხებდა. ამ პერიოდის საშუალო სტატისტიკურ ამერიკელს იმაზე ბევრად მეტი ფული ჰქონდა, ვიდრე ოდესმე. ეს სწორედ ის დროა, როდესაც დაიწყო ცნობილი საბურბანის პერიოდი, რომელიც ქალაქის განაპირა ნაწილებში ერთსართულიანი კერძო სახლების მშენებლობას გულისხმობს. სახელმწიფო ასუბსიდირებდა იპოთეკურ ცესხს, რის ხარჯზეც ხალაგარეთ კერძო სახლის შეძენა ბევრად უფრო იაფიჯდებოდა, ვიდრე ქალაქის ცენტრში ბინის ქირა. მსგავსი სახლები ახალგაზრდა ამერიკული ოჯახებისთვის იდეალური იყო. სწორედ ამავე პერიოდში გაჩნდა ტიპიური იდეალური ამერიკელი დიასახლისის ცნებაც. გამოდის ჟურნალები და გაზეთები, რომლებიც დიასახლისებს ყოველდღიურ საქმიანობაში აძლევს რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს იდეალური ცოლი. კეთილდღეობა და სტაბილურობა. ეს ის ორი სიტყვაა, რომლითაც შეიძლება ამერიკის 50-იანი წლების დახასიათება. თუმცა ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მეორე მხარეც აქვს. მიუხედავად ამ იდილიისა, ამერიკულ საზოგადოებაში სერიოზული კონფლიქტიც გაჩნდა. ცივი ომის გამო ქვეყანაში ეგრეთ წოდებული წითელი პანიკა დაიწყო. ათასობით ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი კომუნისტური პარტიის მომხრეები იყვნენ. აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ როგორც უკვე მანამდე აღვნიშნე, ჟურნალ-გაზეთები საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს იდეალური ამერიკელი ცოლი. და შესაბამისად, აი ამ ჟურნალ-გაზეთებმა და აი ამ იდეოლოგიამ საკმაოდ დიდი რაოდენობის არგუმენტი მისცა იმ პერიოდის ფემინისტებს, საიმისოდ, რომ ბევრი რამ გაეპროტესტებინათ. აქ კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი. სუბსიდიები, რომლებზეც სულ ცოტა ხნის წინ ვისაუბრე, ერთი პატარა დეტალი გამომრჩა. თუმცა არც ისე პატარა დეტალი. ეს სუბსიდიები, რა თქმა უნდა, ქვეყნის მხოლოდ თეთრკანიან მოსახლეობაზე იყო გათვლილი და შესაბამისად ჩავკანიან და თეთრკანიან მოსახლეობას შორის სოციალური დისტანცია გაიზარდა. 1950-იან წლებში რასიზმისა და სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლა საზოგადოების განუყოფელ ნაწილად გადაიქცა. ეს ის პერიოდია, როდესაც ჩავკანიანებსა და თეთრკანიანებს სხვადასხვა საპირფარეშოები აქვთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა თუ სამსახურში. ის პერიოდია, როცა მათ არ აქვთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში წინჯდომის უფლება. ჩავკანიანი ბავშვები კი ვერ დადიან იმ სკოლებში, რომლებშიც ქვეყნის თეთრკანიანი მოსახლეობა დადის. სეგრეგაციისა და რასიზმის წინააღმდეგ მოძრაობის ლიდერი კი მარტინ ლუთერ კინგი ხდება. Let freedom ring from Stone Mountain of Georgia. Let freedom ring from Lookout Mountain of Tennessee. 1960-იანი წლების დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატები არის სახელმწიფო, რომელსაც უამრავი გამოწვევა აქვს. არადა ქვეყანაში ჩასატარებელია საპრეზიდენტო არჩევნები. მაშინ, როდესაც ვსაუბრობდი ყველა იმ სიკეთეზე, რაც ხელმისაწვდომი გახდა ამერიკელებისთვის 60-იანი წლების დასაწყისში, არ მიხსენებია ერთი მნიშვნელოვანი რამ. ამ პერიოდში თითქმის ყველა ამერიკელის ოჯახში დაჩნდა ტელევიზორი. ახლა ალბათ გიჩნდებათ შეკითხვა. კენედის მკვლელობასთან ეს ყველაფერი რა შუაშიაო, მაგრამ გეტყვით იმას, რომ ამ მოწყობილობამ, შეგახსენებთ, საუბარი მაქვს ტელევიზორზე, კენედის პოლიტიკური კარიერის წინსვლაში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა. 60-იანი წლები ფაქტობრივად საპრეზიდენტო რბოლით დაიწყო. კენედი ნიქსონის წინააღმდეგ. ეს პირველი პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები იყო, რომლებიც მოქალაქეებმა ტელევიზორით ნახეს.
ჯამში 4 მსგავსი დებატი ჩატარდა, თუმცა მოსახლეობას კარგად დაამახსოვრდა პირველი, რომელშიც შეიძლება ითქვას, რომ კენედიმ ნიქსონს მასტერკლასი ჩაუტარა. და არა, აქ საუბარი იმაზე კი არ მაქვს, რომ კენედი ნიქსონისგან განსხვავებით ბევრად უფრო ძლიერი პოლიტიკოსი იყო, რომელსაც ბევრად უფრო უკეთესი პოლიტიკური პროგრამა ჰქონდა, ან მასზე ჭკვიანი იყო, ან რაღაც მსგავსი. არა. საუბარი იმაზე მაქვს, რომ კენედიმ კარგად იცოდა ის თუ როგორ უნდა ემუშავა კამერასთან. უფრო მეტიც, პოლიტიკური დებატის დაწყების წინ მან უარი არ თქვა მაკიაჟის გაკეთებაზე, რაზეც ნიქსონმა რა თქმა უნდა უარი თქვა. შედეგად კი საზოგადოებას კარგად დაამახსოვრდა ნათელი, გაბადრული სახის მქონე კენედი, რომელიც თავდაჯერებულად გამოიყურებოდა განსაკუთრებით ნიქსონის ფონზე, რომელსაც იმ პერიოდის კამერების ხარისხის გამო შეიძლება ითქვას, რომ სახეზე ფერი არ ედო და თან აშკარად ეტყობოდა ნერვიულობაც. მართალია ამ ყველაფრის შემდეგ მათ კიდევ 3-ჯერ მოუწიათ სატელევიზიო დებატი, სადაც ნიქსონი ბევრად უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ საკუთარი პოლიტიკური ღირსება დაერეაბილიტირებინა, ეს სიტყვა ახლა მოვიფიქრე მე მგონი, მაგრამ მიუხედავად ამისა, საზოგადოებას კარგად დაამახსოვრდა პირველი სატელევიზიო დებატი, სადაც პრეზიდენტი კენედი ბევრად უფრო დამაჯერებლად, სიმპათიურად და კარგად გამოიყურებოდა ნიქსონთან შედარებით. 1961 წლის 20 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა ქარიზმატული კენედი, რომელსაც გვერდს უმშვენებდა დახვეწილი ჩაცმულობისა და გემოვნების მქონე მეუღლე. ბევრს მიაჩნდა, რომ ქვეყანა ახალი პოლიტიკური ერის წინაშე იდგა, რადგან კენედის ყველა კითხვაზე ექნებოდა პასუხი. თუმცა, როგორც ხვდებით, ეს წარმოდგენები და რეალობა ერთმანეთს მაინც და მაინც არ დაემთხვა. პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის, რომ ქვეყანა საკმაოდ დიდი რაოდენობის საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრობლემას წააწყდა. აღსასმელია ის, რომ კენედის მმართველობის პერიოდში ცივი ომი კინაღამ ბირთვულ კატასტროფაში გადაიზარდა. აღსასმელია ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მარცხდებოდა საბჭოელებთან კოსმოსურ რბოლაში. ბერლინში კედლის მშენებლობა დაიწყო და შავკანიანი მოსახლეობა თანაბარი უფლებებისთვის რომ იბრძოდა, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ფაქტობრივად ვერაფერს ახერხებდა. მოკლედ რომ ვთქვა, პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, იმ ადამიანთა სია, რომელსაც კენედი არ მოსწონდა, საკმაოდ დიდი იყო, თუმცა მისი მკვლელი, ოფიციალური გამოძიების მიხედვით, ლი ჰარვი ოსვალდი გახლავთ, რომელიც მკვლელობაში პასუხისმგებლობას არავისთან არ იზიარებდა. მოდით ერთად დავბრუნდეთ 1963 წლის 22 ნოემბერში და ერთად ვნახოთ რა ხდებოდა დალასში საბედისწერო გასროლების შემდეგ, სადაც საათი შეგახსენებთ 12 საათსა და 30 წუთს აჩვენებს. საზოგადოება პანიკა მოიცვა. ყველა ვერ ხვდება იმას, თუ რა მოხდა. ბევრი ფიქრობდა, რომ სროლა გაგრძელდებოდა მოქალაქეების მიმართულებითაც. 12 საათსა და 34 წუთზე გაჟღერდა პირველი სატელევიზიო განცხადება, რომელშიც საუბარი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაზე იყო. შუადღემშვიდობისა ქალბატონებო და ბატონებო, ბოდის გიხდით, რომ ამ ინფორმაციას ასე გეუბნებით. პრეზიდენტი კენედი და გუბერნატორი ჯონ კონელი დაჭრეს დალასის დაუნთაუნის რაიონში. 6 წუთის შემდეგ ტელეარხი CBN-ი წყვეტს საპნის ოპერის ჩვენებას და ასევე აკეთებს განცხადებას, რომ პრეზიდენტ კენედის თავს დაესხნენ. მომხდარიდან 1 საათის განმავლობაში, მანამ სანამ შტატებში ინფორმაცია ტელევიზიებით ვრცელდება, პოლიციელები უკვე ავრცელებენ სავარაუდო ეჭვმიტანილის დაახლოებით დახასიათებას. საუბარი არის 35 წლის თეთრკანიან მამაკაცზე, რომელიც დაახლოებით 177 სანტიმეტრის სიმაღლისაა. 13 საათი და 3 წუთი. პოლიციელები ტეხასის სასკოლო სახელმძღვანელოების საცავის თანამშრომლებს ამოწმებენ. როგორც გაირკვა, ადგილზე მხოლოდ 2 თანამშრომელი არ იმყოფება. აქედან ერთ-ერთი შენობიდან პრეზიდენტის კორტეჟის სანახავად გამოვიდა. პოლიციამ კი ის უკან აღარ შეუშვა. მეორე კი ლი ჰარვი ოსვალდი გახლავთ, რომელიც აქ სულ რაღაც 1 თვის წინ დასაქმდა. 13 საათსა და 12 წუთზე შენობის მე-6 სართულზე, იმ ფანჯარასთან, რომლიდანაც მომხდარი მკვლელობის ადგილი იდეალურად ჩანდა, აღმოაჩინეს 3 ჰილზა. 13 საათსა და 15 წუთზე მომხდარიდან დაახლოებით 5 კილომეტრში მოკლეს პოლიციის თანამშრომელი ჯეი ტიპიტი, რომელსაც ეჭვმიტანილმა ჯერ მკერდის არეში ესროლა 3-ჯერ, შემდეგ კი საფეთქელის არეში ერთხელ. დანაშაულის ადგილიდან მიმალვის ფაქტს 12 თვითმკვლელი ჰყავდა, რომელთაგანაც 6-მა მოგვიანებით ლი ჰარვი ოსვალდი ამოიცნო. 13 საათსა და 22 წუთზე წიგნების საცავის მე-6 სართულზე აღმოაჩენენ სნაიპერულ შაშხანას. 13 საათსა და 26 წუთზე ვიცე-პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი გამოდის პარკლენდის ჰოსპიტალიდან, რომელშიც პრეზიდენტი კენედი იმყოფებოდა და აეროპორტისკენ მიემართება ვაშინგტონში დასაბრუნებლად. 13 საათსა და 30 წუთზე
თეთრი სახლის პრეს-მდივანის მოვალეობის შემსრულებელი ოფიციალური განცხადებით გამოდის და საზოგადოებას აცნობს, რომ პრეზიდენტი კენედი გარდაიცვალა. პარალელურად კი დალასის პოლიციელები რაციაში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ იციან თუ სად იმყოფება ოფიცერი ტიპიტის მკვლელი. 13 საათსა და 45 წუთზე პოლიციის 15-მა ოფიცერმა ალყა შემოარტყა კინოთეატრ ტეხასის შენობას, რომელშიც ცნობის მიხედვით სავარაუდო ეჭვმიტანილი იყო მიმალული. 13 საათსა და 50 წუთზე ოსვალდი დააკავეს. ის დარბაზში იჯდა და ისე თითქოს არაფერი მომხდარა, კინოს უყურებდა. ამ მომენტში პოლიციელები ეჭვმიტანელს უტარებენ ეგრეთ წოდებულ პარაფინის ტესტს, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ოსვალდმა სულ ცოტა ხნის წინ გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი. მოგვიანებით მისმა მეუღლემ მარინამ დაადასტურა, რომ ნაპოვნი სნაიპერული შაშხანა ოსვალდს ეკუთვნის. ეს ისტორიული ფოტო გადაღებულია 14 საათსა და 38 წუთზე საპრეზიდენტო თვითმფრინავში. ვიცე-პრეზიდენტი ჯონსონი დროებით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ინიშნება და ფიცდებს თვითმფრინავის ვიწრო სალონში. მის გვერდით მისი მეუღლე და უკვე დაქვრივებული ჟაკლინ კენედი დგანან. კენედის ცხედარიც უკვე თვითმფრინავში აატანილი. სანამ ამ ფოტოს გადაიღებდნენ, მანამდე პარალელურ რეჟიმში რამდენიმე წუთით ადრე უკვე დაწყებული იყო ლი ჰარვი ოსვალდის დაკითხვა. დაკითხვა, რომელიც საბოლოო ჯამში 12 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ამ დაკითხვის პროცესში, რა თქმა უნდა, ეჭვმიტანილი უარყოფდა ორივე ბრალდებას. შეგახსენებთ, საუბარი მაქვს ჯონ ეფ კენედისა და გარდა ამისა, ოფიცერი ტიპიტის მკვლელობაზე. როცა მას აჩვენებენ ფოტოს, რომელშიც მას დანაშაულის იარაღი უჭირავს ხელში, ოსვალდი იცინის და ამბობს, რომ ეს ყალბი ფოტოა. ამის შემდეგ ის საერთოდ შეწყვეტს გამოძიებასთან თანამშრომლობას და კითხვებზე პასუხების გაცემას. მოდით ცოტა ხნით შევწყვიტოთ მოვლენების ქრონოლოგიურად დალაგება და ვისაუბროთ იმაზე, თუ ვინ არის ეს ლი ჰარვი ოსვალდი. მაგრამ მანამ სანამ ამას ვიზავ, მანამდე თხოვნა მექნება, რომ არხი გამოიწეროთ ეს ვიდეო და ლაიქოთ და გააზიაროთ იგი სოციალურ ქსელებში. გამიჯერეთ ლი ჰარვი ოსვალდის შესახებ ბევრ ძალიან საინტერესო რაღაცას გაიგებთ. ოსვალდი 1939 წელს ნიუ-ორლეანში დაიბადა. მის დაბადებამდე 2 თვით ადრე ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. ჰარვის მამა გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი დედა, მარგარეტი, მარტო დარჩა 3 შვილთან ერთად. ჰარვის 2 უფროსი ძმა ჰყავდა, რობერტი და ჯონი. მეუღლის გარდაცვალების გამო რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩენილმა მარგარეტმა გადაწყვიტა, რომ ბავშვები ცოტა ხნით თავშესაფარში ჩაებარებინა და ასეც ქნა. 1 წლის შემდეგ ის ხელახლა გათხოვდა, გამოიყვანა თავშესაფრიდან ბავშვები და მეუღლესთან ერთად გადავიდა დალასში საცხოვრებლად. თუმცა მოგვიანებით მან უფროსი ვაჟები სამხედრო სასწავლებელში გააგზავნა. ლი ჰარვი ოსვალდი კი დედასთან და მამინაცვალთან ერთად დარჩა. მიუხედავად მომავლის იმედისა, ახლად დაოჯახებული წყვილი მალევე დაიშალა და ჰარვის დედასთან ერთად ნიუ-იორკში გადასვლა მოუწია თავის უფროს ძმასთან, ჯონ პიკთან, რომელიც პირველი ქორწინებიდან იყო. გარკვეული პერიოდი ისინი ერთად ცხოვრობდნენ, თუმცა მოგვიანებით ლი ჰარვი ოსვალდი დედამისთან ერთად ნიუ-იორკის სხვა უბანში გადავიდა საცხოვრებლად. მას ასევე მოუწია სკოლის შეცვლაც, სადაც მას ხშირად დასცინოდნენ ტეხასური აქცენტის გამო. აქ ისიც არის ხაზგასასმელი, რომ ლი ჰარვი ოსვალდი შეიძლება ითქვას, რომ მარტო გაიზარდა და ახლავე აგიხსნით რას გულისხმობ, ოღონდ ჯერ ამ სათამაშოს გადავდო. მოკლედ, დედამის მისთვის ფაქტობრივად არ ეცალა, იმიტომ რომ სულ მუშაობდა, მასსა და მის უფროს ძმებს შორის კი საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო და შესაბამისად ისინი ვერ ახერხებდნენ მეგობრობას. მოგვიანებით კი დედამაც, ისევე როგორც მისმა უფროსმა ძმებმაც, მასში აგრესიისკენ მიდრეკილებად შეამჩნიეს. უფრო მეტიც, მაშინ, როდესაც ლი ჰარვი ოსვალდის ძმა დაიკითხა, მან ახსენა ერთი ასეთი შემთხვევა, როდესაც ლი მის მეუღლეს დანი დაემუქრა. ამ ყველაფრის ფონზე ლი ჰარვი ოსვალდს არ ჰქონდა სკოლაში სიარულის სურვილი. ის ხშირად აცდენდა გაკვეთილებს, რჩებოდა სახლში და დროს ჟურნალების კითხვაში ატარებდა. სკოლის ადმინისტრაციამ ხშირი გასტენების გამო დედამისი გააფრთხილა, თუმცა მიუხედავად ამისა, სიტუაცია არ შეცვლილა. ამის გამო სკოლამ სასამართლოს მიმართა საკითხის შესასწავლად. შედეგად კი ბავშვი რამდენიმე კვირით სპეციალურ დაწესებულებაში მიიყვანეს, სადაც სხვა ყველაფერთან ერთად მის ფსიქიკურ მდგომარეობასაც შეისწავლიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არქივში არ მოიპოვება არანაირი დოკუმენტი, რომელიც ლი ჰარვი ოსვალდის ფსიქიკურ აშლილობაზე მეტყველებს, როგორც ჩანს, მას გარკვეული პრობლემები მაინც ჰქონდა. იმ სოცმუშაკის თქმით, რომელიც ლი ჰარვი ოსვალდს აკვირდებოდა, ბიჭი არ იყო კომუნიკაბელური. არ მოსწონდა არავისთან ურთიერთობა. ხშირად დაძაბული და ცივი იყო. ამასთან ერთად მას არ უყვარდა, როცა რაიმე კითხვებს უსვამდნენ ან აწუხებდნენ.
ის გაურბოდა კომუნიკაციის თითქმის ყველანაირ ფორმას, მათ შორის ბავშვებთან თამაშსაც. სოცმუშაკის ჩანაწერების მიხედვით, ის ხშირად იმეორებდა ფრაზებს: მე არ მჭირდება მეგობრები, მე არავინ არ მიყვარს. სოცმუშაკის თქმით, ლი ჰარვი ოსვალდი ემოციურად არასტაბილური ბავშვი იყო, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობის პრობლემას ებრძოდა, რომლიდანაც უმთავრესი იყო დედის მხრიდან უარყოფა და გარდა ამისა ასოციალურობა. თუმცა ხაზგასასმელია ის, რომ იგი საკმაოდ მაღალ ინტელექტუალ ბავშვად ითვლებოდა, რომელსაც საშუალოზე მაღალი IQ ჰქონდა და რომელიც საკმაოდ მარტივად ახერხებდა სხვადასხვა ტიპის მათემატიკური დავალებების ამოხსნას. სოცმუშაკის ჩანაწერებში ირკვევა, რომ თუ შესაბამის ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევდნენ, ის შეძლებდა სოციალიზაციას, თუმცა დედამისმა საამისოდ არაფერი გააკეთა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ის თავშესაფარში უნდა წასულიყო. ისე რომ სასამართლოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გამოტანილი ვერდიქტი, ლი ჰარვი ოსვალდი და დედამისი საცხოვრებლად ნიუ-იორკიდან ნიუ-ორლეანში გადავიდნენ. აქ ხაზგასასმელია ის, რომ მან 9 კლასი დაამთავრა და შემდეგ უკვე სამხედრო სასწავლებელში ჩააბარა. თუმცა სანამ ამ ყველაფერს იზავდა, ის უკვე გადაცებული იყო კომუნისტური ლიტერატურის კითხვით. ამ ლიტერატურას, ანუ ამ წიგნებს იგი საჯარო ბიბლიოთეკიდან იღებდა. და მოგვიანებით მაშინ, როდესაც უკვე დედამისის დაკითხვა მიმდინარეობდა, როცა პოლიციელები მას ეკითხებოდნენ, უბრალოდ გამომძიებლები როცა ეკითხებოდნენ, რაიმე საეჭვო ხომ არ მოგეჩვენათ მაშინ, როდესაც თქვენი შვილი ამ ლიტერატურას კითხულობდაო, დედამისის პასუხი ასეთი იყო: თუ კი ეს წიგნები საშიშია, მაშინ რა ესაქმებათ მათ საჯარო ბიბლიოთეკაშიო. ოსვალდის მარქსიზმის მიმართ ინტერესი საზღვაო ქვეითთა კორპუსშიც არ განელებულა. ოფიციალურ გამოძიებაში დაკითხული ადამიანების თქმით, რომლებიც მასთან მსახურობდნენ, ის ინტერესდებოდა იმით, თუ რა ხდებოდა საბჭოთა კავშირში. ხარს უჭერდა ხრუშოვს და ინტერესი იჩენდა კუბასა და ფიდელ კასტროს მიმართ. ოსვალდი კარგი მსროლელი იყო, თუმცა სამხედრო საქმის მიმართ დიდ ინტერესს არ ავლენდა. 1959 წლის სექტემბერში მან მიატოვა სამხედრო დაწესებულება და რამდენიმე დღეში საბჭოთა კავშირში ჩავიდა. მოკლედ, საეჭვო არის ის ამბავი, რომ ტიპი, რომელიც დაინტერესებულია კომუნისტური იდეოლოგიით, წამოვა სამხედრო სამსახურიდან, ამის შემდეგ წავა საბჭოთა კავშირში და 4 წლის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მოკლავს. ანუ, ჩემი აზრით, ძალიან უცნაური დამთხევა, არა? საბჭოთა კავშირში ჩასვლიდან ცოტა ხანშივე ოსვალდმა თავის ძმას, რობერტს, წერილი მისწერა, რომელშიც იმაზე საუბრობდა, რომ ეს სწორედ ის ქვეყანაა, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობს. საბჭოეთი მისი რეალური სამშობლოა და აქ ის თავისუფლებისთვის ჩამოვიდა. მეორე წერილში ის თავის ძმას იმას უხსნიდა, რომ შტატებში აღარასდროს დაბრუნდებოდა, რადგან ეზიზღებოდა იქაურობა. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ საბჭოთა ხელისუფლება ოსვალდს მთლად ისე თბილად ნამდვილად არ დახვედრია, როგორც მას ეს წარმოედგინა, იმიტომ რომ 1959 წელს საბჭოთა კავშირმა მას ქვეყანაში ცხოვრების უფლებაზე უარი გამოუცხადა. ამის შემდეგ ოსვალდმა სუიციდის სცადა, თუმცა არ გამოუვიდა. იგი წაიყვანეს მოსკოვის კლინიკაში და რეაბილიტაციის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ამერიკის მოქალაქეობაზე უარი უნდა ეთქვა. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ იგი ეგრევე საელჩოში წავიდა. მოგვიანებით, როცა ლი ჰარვი ოსვალდი დააკავეს პრეზიდენტის მკვლელობის გამო, ხელისუფლებამ დაკითხა საელჩოს მდივანი, რომლის თქმითაც ოსვალდი მოქალაქეობაზე უარის თქმის დროს დამაჯერებლად საუბრობდა. მან უყოყმანოდ მოაწერა ხელი ყველა საჭირო საბუთს. განცხადებაში ისიც კი დაწერა, რომ მიზეზი პოლიტიკურია და ელოდება საბჭოთა ხელისუფლებისგან სახელმწიფოში ცხოვრების ნებართვას. ბოლოს ისიც დაადასტურა, რომ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების ერთგული იყო. ამერიკის მოქალაქეობაზე უარის თქმის მიზეზად ლი ჰარვი ოსვალდმა დაასახელა მარქსიზმის მიმართ სიმპათიები და თქვა ისიც, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მას ამ სიმპათიების გამოხატვის საშუალება არ ეძლეოდა. მოგვიანებით საბჭოთა კავშირმა მას მისცა დროებითი ბინადრობის უფლება. იგი ჩავიდა მინსკში, სადაც დასაქმდა რადიო-ტელევიზიის ქარხანაში. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს იმის დამამტკიცებელი საბუთები, რომ ოსვალდი თანამშრომლობდა საბჭოურ ხელისუფლებასთან ან სპეცსამსახურებთან პროპაგანდის ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით, მის საბჭოურ ცხოვრებაში არის რამდენიმე მომენტი, რომელიც კითხვის ნიშნებს აჩენს. როგორც უკვე გითხარით, ლი ჰარვი ოსვალდი დასაქმდა რადიო-ტელევიზიის ქარხანაში. კონკრეტულად კი ის ზეინკალად მუშაობდა და მისი ხელფასი იყო 700 რუბლი. ახლა შეიძლება ბევრი ადამიანს, რომელმაც მეტნაკლებად იცის საბჭოთა კავშირის პერიოდში რა ხელფასები იყო, ეს 700 რუბლიანი ხელფასი ძალიან გაუკვირდეს. მაგრამ არა, ეს არის
რეფორმამდელი ხელფასი, სადაც ხელფასები 50 და 70 რუბლი კი არა, დაახლოებით 700-დან 900 რუბლამდე ვარირებს. აქ გასაკვირი სხვა რაღაცა არის. და ეს სხვა რაღაცა ის გახლავთ, რომ ლი ჰარვი ოსვალდი საბჭოთა ხელისუფლებისგან იღებდა სუბსიდიას, რომელიც ასევე 700 რუბლს შეადგენდა და 1400 რუბლიანი ხელფასი იმ პერიოდისთვის ძალიან დიდი ფული იყო. ამას გარდა ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ ლის საცხოვრებელი სახლი, რომელიც მას ბუნებრივია სახელმწიფო მისცა, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში ეგრე ხდებოდა, იმაზე ბევრად უფრო კარგად იყო კეთილმოწყობილი, ვიდრე მისი თანატოლების სახლი, რომლებიც დაახლოებით იგივე თანამდებობაზე მუშაობდნენ. მოკლედ, ერთი სიტყვით შეიძლება ითქვას, რომ მას იდეალური ცხოვრება ჰქონდა. ცხოვრობდა იმ ქვეყანაში, რომელიც ასე ძალიან მოსწონდა და უყვარდა, ცხოვრობდა იმ ქვეყანაში, სადაც მისთვის ყველაზე მისაღები იდეოლოგიის მქონე ადამიანები ცხოვრობდნენ, ჰქონდა საკმაოდ მაღალანაზღაურებადი ხელფასი, არც უსაქმურობისგან, ანუ უმუშევრობისგან არ იტანჯებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მას დროსთან ერთად პოლიტიკური შეხედულებები შეეცვალა. საკუთარ დღიურში 1960 წლის აგვისტოში ლი ჰარვი ოსვალდი წერდა, რომ დროდადრო აცნობიერებს იმას, თუ როგორ საზოგადოებაში აღმოჩნდა. ყოველდღიური აუცილებელი შეკრებები სამსახურის შემდეგ, თითქმის ყოველკვირეული მივლინებები კარტოფილის შესაგროვებლად, პარტიული იდეოლოგიის მიღმა საუბრების არ არსებობა. რა თქმა უნდა, მას ამის გამო ენთუზიაზმი ნელ-ნელა უცხრებოდა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ყოველკვირა, ყოველ შემთხვევაში თითქმის ყოველკვირა სამსახურის მერე კარტოფილის შესაგროვებლად წასვლა მაინც და მაინც სახარბიელო საქმე არ უნდა ყოფილიყო. 1961 წელს ლი ჰარვი ოსვალდი თავის დღიურში წერდა შემდეგ რაღაცას. მე საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა შევაგროვე, მაქვს მაღალი შემოსავალი, თუმცა ფული რაში დავხარჯო არც კი ვიცი, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში ფაქტობრივად არაფერი არ არისო. შეგახსენებთ, ეს არის ადამიანი, რომელიც დაიბადა ამერიკის შეერთებულ შტატებში, აქვე გაიზარდა, შესაბამისად იცის რა არის საბილიარდო, იცის რა არის ბოულინგი და ასე შემდეგ. ის რაღაცები, რაც საბჭოთა კავშირში, ყოველ შემთხვევაში მინსკში ნამდვილად არ იყო. იმ პერიოდში, როცა სამშობლოში დაბრუნებას ფიქრობდა, ლი ჰარვი ოსვალდმა მარია პრუსაკოვა გაიცნო, რომელზეც 1961 წლის აპრილში იქორწინა. 1962 წელს კი სამშობლოში მეუღლესთან და 3 თვის შვილთან ერთად დაბრუნდა. ამ დროისთვის ლი ჰარვი ოსვალდი 23 წლის იყო და მას საკმაოდ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება ჰქონდა დაგროვებული. ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობაზე უარი თქვა, წავიდა რადიკალურად განსხვავებულ საბჭოთა კავშირში, დასაქმდა, ფული იშოვა, ცოლი მოიყვანა, ბავშვი ეყოლა, მაგრამ მერე იქაურობა მობეზრდა და წავიდა უკან სამშობლოში. სამშობლოში უკვე ვეღარ, იმიტომ რომ მოქალაქეობაზე უარი ჰქონდა ნათქვამი, მაგრამ მოდი მაინც სამშობლო დავაკვირდეთ. გამოდის, რომ ტიპს მარტივად ბეზრდება ბევრი რაღაც, მარტივად ეცვლება ხასიათი და შესაბამისად მენტალურად მაინც და მაინც სტაბილური არ უნდა იყოს. ამ ყველაფრის ფონზე აღსანიშნავია ის, რომ მარინამ, მისმა მეუღლემ, როდესაც ის დაკითხეს კენედის მკვლელობის შემდეგ, თქვა შემდეგი რამ, რომ ამერიკაში დაბრუნების შემდეგ ლი ჰარვი ოსვალდი ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდა, ასოციალური გახდა, მარტივად ღიზიანდებოდა და გარდა ამისა ხშირად ჰქონდა ხოლმე აგრესიის მომენტები. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ტიპს იმედი გაუცრუა ამერიკულმა კაპიტალიზმაც, საბჭოურმა სოციალიზმაც და ყველაფერმა რა, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი მაინც მარქსისტად მიიჩნევდა თავს. ლი ჰარვი ოსვალდი და მისი მეუღლე ბავშვთან ერთად დალასში, ტეხასის შტატში დასახლდნენ. დროსთან ერთად ოსვალდის კომუნიზმის მიმართ ინტერესი ტრანსფორმირდა კუბის მხარდაჭერაში. 1963 წლის დასაწყისში მან 38 კალიბრიანი რევოლვერი, ამავე წლის მარტში კი შაშხანა და ოპტიკური სამიზნე შეიძინა. მან მეუღლეს იარაღთან ერთად ფოტოს გადაღება სთხოვა, რაც მოგვიანებით ერთ-ერთ სამხილად ჩაითვალა. კენედის მკვლელობიდან ათწლეულობის განმავლობაში აღნიშნული ფოტო თანაბარ მნიშვნელობას ატარებდა როგორც სკეპტიკოსებისთვის, ასევე გამომძიებლებისთვისაც. იმიტომ რომ სკეპტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ აღნიშნული ფოტო ყალბი იყო, ხოლო გამომძიებლები მას როგორც საკმაოდ მყარ მტკიცებულებას ისე იყენებდნენ. მოკლედ ამ ფოტოს ცოტა მოგვიანებით მიუბრუნდები, ახლა გავაგრძელოთ ლი ჰარვი ოსვალდის ცხოვრებისეული ისტორიის განხილვა. დალასში ოსვალდი ფოტოლაბორატორიაში მუშაობდა. თუმცა 1963 წლის აპრილში ის გააგდეს სამსახურიდან მძიმე ხასიათისა და არაპროფესიონალიზმის გამო. რამდენიმე დღის შემდეგ ლი თავს დაესხა ედვინ უოკერს, ყოფილ გენერალს,
რომელიც ულტრამემარჯვენე შეხედულებებით იყო ცნობილი. ოფიციალური ვერსიის თანახმად, ლი ჰარვი ოსვალდმა შაშხანა სწორედ აი ამ თავდასხმისთვის შეიძინა, თუმცა მოტივები დღემდე უცნობია და ისიც უცნობია ეს მართლაც ლი ჰარვი ოსვალდი იყო თუ არა. აღნიშნული ვერსია უორენის კომისიამ წარადგინა, რომელიც კენედის მკვლელობას იძიებდა. გადამდგარ გენერალზე თავდასხმიდან 2 კვირის შემდეგ ლი ნიუ-ორლეანში გადავიდა. მისი მეუღლე და შვილი ტეხასში დარჩნენ, თუმცა მოგვიანებით მასთან გადავიდნენ იმის შემდეგ, რაც მან მუშაობა ყავის აპარატების მექანიკოსად დაიწყო. ნიუ-ორლეანში ლი ჰარვი ოსვალდმა ერთი საკმაოდ საინტერესო კომიტეტის ფილიალი გახსნა. ოღონდ ახლავე აუხსნი იმას თუ რატო ვსვავ სიტყვა გახსნას ბჭყალებში. მოკლედ, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობდა ერთი ესეთი კომიტეტი, რომლის სახელიც იყო კუბის მიმართ სამართლიანი პოლიტიკის კომიტეტი და რომლის მიზანიც გახლდათ ის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რომ კუბას ეკონომიკური სანქციები დაუწესა, აი მაგას აპროტესტებდნენ და ნუ შესაბამისად ფიდელ კასტროს მხარდამჭერები იყვნენ. მოკლედ, აი ამ კომიტეტს ნიუ-ორლეანში არასდროს არ ქონია ოფიციალური ფილიალი. ანუ ლი ჰარვი ოსვალდი თავისივე გახსნილი არაოფიციალური ფილიალის ერთადერთი წარმომადგენელი იყო. ოსვალდმა ფლაიერებიც კი დაბეჭდა, რომელსაც დიდი ასოებით ეწერა შეეშვით კუბას. გაწევრიანდით კუბის მიმართ სამართლიანი პოლიტიკის კომიტეტში და მათი გავრცელება დაიწყო ქალაქის ცენტრში. თუმცა აგვისტოს თვეში მას სამ ფიდელ კასტროს წინააღმდეგ განწყობილ კუბელ მიგრანტთან მოუვიდა დაპირისპირება, რის გამოც ლი ჰარვი ოსვალდი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ლი ჰარვი ოსვალდი საჯაროდ გამოდიოდა ფიდელ კასტროს მხარდამჭერი სლოგანებით და უფრო მეტიც ის რადიოშიც კი იყო ამ თემაზე სასაუბროდ, ოფიციალურად ამ კომიტეტს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნიუ-ორლეანში არასდროს არ ქონია თავისი ფილიალი. თუმცა მიუხედავად ამისა, მაშინ როდესაც ლი ჰარვი ოსვალდი დაიჭირეს და შემდეგ დაკითხეს, ის ამტკიცებდა, რომ ფილიალში 35 ადამიანი იყო გაწევრიანებული და ისინი ყოველთვიურად იკრიბებოდნენ. დაკითხვის შემდეგ ლი ჰარვი ოსვალდმა კუბის მიმართ სამართლიანი პოლიტიკის კომიტეტის ლიდერს რიჩარდ გიბსონსაც კი მისწერა წერილი იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციის ჩარევის შემდეგ მისი ფილიალი დაიშალა და ახლა მას მარტო მოუწევდა ბრძოლის გაგრძელება. ალბათ გიჩნდებათ საკმაოდ ლოგიკური შეკითხვა. რაში სჭირდებოდა ლი ჰარვი ოსვალდს მსგავსი აბსურდული ტყუილის მოფიქრება? მოგვიანებით მაშინ, როდესაც მისი მეუღლე დაკითხეს, გაირკვა, რომ მას ჰქონდა გარკვეული გეგმა. გეგმის ნაწილი მოიაზრებდა იმას, რომ იგი ჯერ ფიდელ კასტროს მხარდამჭერის სახით უნდა დაეჭირათ, იმიტომ რომ იგი მოგვიანებით აპირებდა კუბაში წასვლას და შესაბამისად მისი მხრიდან მსგავსი აქტივობები სავარაუდოდ დასაფასებელი გახდებოდა. 1963 წლის აგვისტოში ოსვალდმა თავის მეუღლეს მარინას სთხოვა, რომ წერილით მიემართა საბჭოურ საელჩოში ვიზის გასაფორმებლად. პარალელურად მას კუბაში ჩასვლაც სურდა. მეტიც, ამისთვის თვითმფრინავის გატაცება უნდოდა, თუმცა ორსულმა მეუღლემ უარი უთხრა და გეგმა ჩაიშალა. 1963 წლის 27 სექტემბერს კი ოსვალდი მეხიკოში ჩავიდა. ჩასვლის დღეს მან მიმართა კუბის საელჩოს, რათა კუბის გავლით საბჭოთა კავშირში მოხვედრილიყო. აქ ლი ჰარვი ოსვალდმა თავი წარადგინა როგორც კუბის მიმართ სამართლიანი პოლიტიკის კომიტეტის ნიუ-ორლეანის ფილიალის დამფუძნებელი. მიუხედავად ამ დამაჯერებელი არგუმენტებისა, მას უარი უთხრეს საელჩოში ვიზაზე იქინა გამომდინარე, რომ საბჭოთა კავშირიდან ჯერჯერობით არ იყო მოსული შესაბამისი ნებართვის წერილი. იგი ამტკიცებდა იმას, რომ მას პარტიული ერთგულებისათვის და იდეოლოგიისთვის, ისევე როგორც ფიდელ კასტროს მხარდაჭერისთვის ეკუთვნოდა კიდეც კუბაში შესვლის უფლება, თუმცა ელჩი მან ვერ გადაარწმუნა. ამიტომ 1963 წლის ოქტომბრის დასაწყისში მას დალაში დაბრუნება მოუწია. ამ პერიოდში ის მეორე შვილს ელოდა, თუმცა აღარც ფული ჰქონდა და აღარც სამსახური. მისი მეუღლე დაქალთან ცხოვრობდა, რადგან ოსვალდი მასზე ფიზიკურად ძალადობდა. 1963 წლის ოქტომბრის შუა პერიოდში კენედის მკვლელობამდე დაახლოებით თვენახევრით ადრე ლი ჰარვი ოსვალდმა მუშაობა დაიწყო ტეხასის სასკოლო სახელმძღვანელოების საცავში, სადაც მან, როგორც მოგვიანებით გაირკვა, გასაუბრებაში მოიტყუა, რომ სულ ცოტა ხნის წინ მიატოვა სამხედრო სამსახური. აწი უკვე დაახლოებით მაინც იცით, თუ ვინ არის ლი ჰარვი ოსვალდი, ასე რომ მოდით ისევ 1963 წლის 22 ნოემბერს მიუბრუნდეთ და ვნახოთ, თუ რა ხდებოდა ამ დღეს. დილის 7 საათი და 23 წუთი. ბიუელ უესლი ფრეიზერი კოლეგასთან, ლი ჰარვი ოსვალდთან ერთად სამსახურში მიდის. ოსვალდს ქაღალდში გახვეული ნივთი უჭირავს. ცნობის მოყვარე ფრეიზერს კი ეუბნება, რომ ეს ფარდების საკიდია.
12 საათსა და 32 წუთზე გასროლიდან რამდენიმე წუთში პოლიციელი ოსვალდს გააჩერებს შენობის მეორე სართულზე. თუმცა წიგნების საცავის მენეჯერი მას ეტყვის, რომ თანამშრომელია და გააშვებინებს. ამის შემდეგ დამნაშავე გამოდის შენობიდან, მიდის გაჩერებაზე და ავტობუსში ჯდება. 13 საათზე ის ბრუნდება თავის ბინაში, იღებს რევოლვერს, იცვლის ტანსაცმელს და ისევ გარეთ გადის. 13 საათსა და 15 წუთზე ოსვალდის სახლიდან 15 წუთის სავალ გზაზე იგი კლავს პოლიციელს. 13 საათსა და 50 წუთზე ოსვალდს კინოთეატრში აიყვანენ. 2 დღის შემდეგ 1963 წლის 24 ნოემბერს 11 საათსა და 20 წუთზე ოსვალდი გადახავთ დალასის მერიის შენობიდან, რომელშიც პოლიციის სათაო ოფისი იყო ადგილობრივ ციხეში. ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში ხდება. მას ირგვლივ ჟურნალისტები ახვევიან თავს და სწორედ ამ მომენტში ჯეკ რუბი ესვრის ოსვალდს. ლი ჰარვი ოსვალდი პარკლენდის ჰოსპიტალში გადახავთ, სადაც ოპერაციას უკეთებენ. თუმცა დღის პირველ საათზე ის კვდება სწორედ იქ, სადაც 2 დღით ადრე პრეზიდენტი კენედი მოკვდა. ჯეკ რუბი რა თქმა უნდა დააკავეს. მაშინ, როდესაც იგი დაკითხეს მკვლელობის მოტივად, მან დაასახელა ჟაკლინ კენედის დაცვა, რომ თითქოს მას არ სურდა ის, რომ ჟაკლინ კენედის სასამართლო პროცესში ენახა ლი ჰარვი ოსვალდის სახე და შესაბამისად მის ემოციებს მოუფრთხილდა. 1964 წლის მარტში სასამართლომ ჯეკ რუბის სიკვდილით დასჯა გამოუტანა განაჩენად, თუმცა მოგვიანებით 1966 წელს განაჩენი ტეხასის სასამართლომ გააუქმა, თუმცა ჯეკ რუბი ჯერ კიდევ ციხეში იჯდა და სულ ცოტა ხანშივე იგი მოულოდნელად გარდაიცვალა. ლი ჰარვი ოსვალდზე ვფიქრობ, საკმარისი ვისაუბრეთ, ასე რომ მოდი ახლა ვისაუბროთ ჯეკ რუბიზე. მე მგონი არ მithkoms ის, რომ ეს ვიდეო არხის ისტორიაში ჯერჯერობით ყველაზე ხანგრძლივი იქნება, მაგრამ თუ აქამდე მისმენდით, დამიჯერეთ ძალიან საინტერესო დეტალები გელოდებათ წინ. მოკლედ, მოდი ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ ვინ არის ჯეკ რუბი. ოღონდ მანამდე არხი დაალაიქეთ, კი არა და არხი გამოიწერეთ და ვიდეო დაალაიქეთ. ჯეიკობ რუბენშტეინი, ასევე ცნობილი როგორც ჯეკ რუბი, დაიბადა 1911 წელს ჩიკაგოში, პოლონელი იმიგრანტების ოჯახში. მას საკმაოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა, რომლიდანაც დიდი ნაწილი თავშესაფარში გაატარა. ისე რომ სკოლაში სწავლა ვერ დაასრულა, რუბი სხვადასხვა საქმის კეთება უწევდა ფულის საშოვნელად. მეორე მსოფლიო ომის დროს ის ავიამექანიკოსად მსახურობდა შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების დანაყოფში. 1947 წელს ის დალასში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც რამდენიმე ღამის კლუბს ხელმძღვანელობდა. ამავე პერიოდში რუბი შემჩნეული იყო რამდენიმე ინციდენტში, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღი იყო გამოყენებული. ის რამდენჯერმე იყო დაკავებული, თუმცა საქმე სასამართლო განხილვამდე არასდროს მისულა. ითვლება, რომ კლუბური ცხოვრებიდან გამომდინარე, მას ბევრი ნაცნობი ჰყავდა პოლიციის განყოფილებაში. რუბი დამწუხრებული იყო კენედის მკვლელობის გამო. 24 ნოემბერს ის დალასის მერიის შენობასთან მივიდა, ჩაიპარა სარდაფში, რომელიც სავსე იყო პოლიციელებითა და ჟურნალისტებით და მაშინ, როცა ოსვალდის შენობიდან გამოჰყავდათ, ჩამალული რევოლვერიდან პირდაპირ მუცელში ესროლა ახლო მანძილიდან. ჯეკ რუბი გასროლიდან რამდენიმე წამში აიყვანეს. მას ფაქტობრივად არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. შეგახსენებთ, რომ ჯეკ რუბიმ ლი ჰარვი ოსვალდი პოლიციის შენობაში მაშინ მოკლა, როცა ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში იყვნენ გასულები. პირდაპირ ეთერში, რომელსაც ათობით მილიონი ამერიკელი უყურებდა. და მაშინ, როცა პოლიციელებმა ის ძირს დააგდეს, ყვიროდა მე ჯეკ რუბი ვარ და მე ყველა მიცნობსო. პრინციპში მართალიც იყო, ყველა იცნობდა, იმიტომ რომ ღამის კლუბების მენეჯერი იყო და შესაბამისად პოლიციელების და მოქალაქეებიც მას ასე თუ ისე იცნობდნენ, მაგრამ საკმაოდ უცნაურია არა, მაშინ როცა პოლიციელები ძირს გაგდებენ, წესიდარიგით ტკივა, ყვირი მიშველეთ, ან გამიშვით, ან ტკივა, ან რაღაც მსგავსი და არა იმას თუ რა გქვია, რა გვარის ხარ და არა იმას რომ ყველა გიცნობს. ვორენის კომისიამ მაშინ როდესაც ეს ადამიანი შეისწავლა, გამოიტანა დასკვნა, რომ იგი მარტო მოქმედებდა. რაც ალბათ ამეთანხმებით უცნაურია, იმიტომ რომ მარტო მოქმედმა ლი ჰარვი ოსვალდმა მოკლა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ამის შემდეგ ასევე მარტომ, ისე რომ თანამზრახველი არ ყოლია, ჯეკ რუბიმ პოლიციის შენობაში ლი ჰარვი ოსვალდი მოკლა და ამის შემდეგ იგი ციხეში ფილტვების დაავადებით კვდება. ალბათ დამეთანხმებით, რომ მართლაც უცნაურად ჭვერს, მაგრამ შეგახსენებთ, ეს ვორენის კომისიის მიერ გამოტანილი დასკვნაა. ამერიკის შეერთებული შტატების მორიგი პრეზიდენტი ლინდონ ბეინს ჯონსონი თვლიდა, რომ კენედის მკვლელობის უკან დიდი შეთქმულების თეორია იმალება. ამერიკელების ნაწილი კი მიიჩნევდა, რომ მკვლელობა კომუნისტებმა დააორგანიზეს. ამის ფონზე შეიქმნა სპეციალური კომიტეტი,
რომელიც ჯონ კენედის მკვლელობის საქმეს შეისწავლიდა. კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლე ერლ უორენი. თითქმის ერთწლიანი მუშაობის პერიოდში კომისიამ დაკითხა 500-ზე მეტი ადამიანი. გარდა ამისა, მან მიიღო გამოძიების ფედერალური ბიუროსგან 3000-ზე მეტი პატაკი. ამ პატაკებისგან და გარდა ამისა, ამ დაკითხული ადამიანების ჩვენებებისგან შეიკრა 888 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც შემდგომ გადაეგზავნა პრეზიდენტ ჯონსონს და პრეზიდენტმა ჯონსონმა გადამოწმების შემდეგ იგი გაასაჯაროვა. თუმცა აქ ხაზგასასმელია ის, რომ ეს 888 გვერდიანი დოკუმენტი არის ერთი ცალკე აღებული დოკუმენტი, რომელიც შეადგენს გარკვეულ ნაწილს. იმიტომ რომ ძალიან დიდი ნაწილი ამ 888 გვერდიანი დოკუმენტის გარდა გრიფით საიდუმლოთი არის შენახული. უორენის კომისიის თქმით, პრეზიდენტი კენედი იმსხვერპლად ტყვიამ, რომელიც ტეხასის სასკოლო სახელმძღვანელოების საცავის მე-6 სართულიდან ლი ჰარვი ოსვალდმა სნაიპერული შაშხანიდან ისროლა. ანგარიში რამდენიმე მტკიცებულება იყო წარმოდგენილი, რომელიც ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ლი ჰარვი ოსვალდს სძულდა შეერთებული შტატების ხელისუფლება და პოლიტიკური წყობა. საუბარი იყო მისი მარქსიზმის მიმართ ინტერესზეც და იმ ფოტოზეც, რომელშიც მას მკვლელობის იარაღი ეჭირა ხელში. ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ სწორედ ოსვალდმა მოკლა კენედი. კომისიის განცხადებით არ არსებობდა არც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ან ლი ჰარვი ოსვალდი, ან არა და ჯეკ რუბი, ან უცხო სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ, ან შიდა სახელმწიფოებრივ შეთქმულებაში იყვნენ გარეულები. ვინ მოკლა ჯონ ეფ კენედი? კომისიის პასუხია უდავოდ ლი ჰარვი ოსვალდმა. ეგ არის. წესით და რიგით ყველაფერი გარკვეულია. საქმე დახურულია, იმიტომ რომ სპეციალურად შექმნილმა კომისიამაც კი დაადასტურა ის, რომ ლი ჰარვი ოსვალდი არის პრეზიდენტის მკვლელი და ის მარტო მუშაობდა. ამ სპეციალურად შექმნილ კომისიაში კი შეგახსენებთ, საუკეთესო გამომძიებლები მუშაობენ. თუმცა ეს ოლივერ სტოუნის მიერ 1991 წელს გადაღებული ფილმის ჯონ ეფ კენედის კადრებია, რომელმაც საზოგადოებაში კონსპირაციული თეორიების ახალი ტალღა ააგორა. ფილმში კევინ კოსტნერი ასრულებს რეალურად არსებული ადამიანის, ჯიმ გარისონის როლს, რომელიც ტეხასის შტატის საოლქო პროკურორად მუშაობდა 60-იან წლებში. გარისონი მეოჯახი ადამიანი იყო, რომელსაც მიაჩნდა, რომ საიდუმლო სამსახურებმა იმაზე უფრო მეტი იცოდნენ, ვიდრე ამბობდნენ. საჯაროდ მისი პოზიცია დაახლოებით ასე ჟღერდა. ჩვენ გვიწევს, რომ ვენდოთ ოფიციალურ გამოძიებას და იმ ადამიანების პროფესიონალიზმს, რომლებიც საქმეს იკვლევდნენ. 1966 წელს ჯიმ გარისონი რასელ ლონგთან, ლუიზიანის შტატის სენატორთან საუბრისას გაიგებს მის პოზიციას, რომლის მიხედვითაც უორენის კომისიამ სწორი დასკვნები ვერ გამოიტანა. სამყაროში არ არსებობს ადამიანი, რომელიც კენედის მსგავს ვითარებაში ასე მარტივად მოკლავდა. აი რა უთხრა რასელ ლონგმა გარისონს. ჯიმს გაუკვირდა სენატორის პოზიცია. აღმოჩნდა, რომ გავლენიან პოლიტიკოსებსაც ჰქონდათ ეჭვები გამოძიების სანდოობასთან დაკავშირებით და რადგან თავად გარისონი ყოფილი გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომელი იყო, გადაწყვიტა, რომ საქმე თავადაც შეესწავლა. გარისონის გამოძიება ერთ-ერთი მრავალთაგანია, თუმცა ის ყველაზე საინტერესოა იქიდან გამომდინარე, რომ შეგახსენებთ, იგი გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი თანამშრომელი გახლდათ და შესაბამისად საქმის მასალები ცოტა სხვა რაკურსით შეისწავლა. მიუხედავად იმისა, რომ კენედის მკვლელობიდან მალევე დაიწყო სხვადასხვა ტიპის სტატიებისა და წიგნების გამოშვება, სადაც საუბარი მიდიოდა იმაზე, რომ კენედი არა ლი ჰარვი ოსვალდმა, არამედ ვიღაც სხვა ადამიანმა მოკლა და ყოველჯერზე ეს სხვა ადამიანი განსხვავებული იყო, ამ შეთქმულების თეორიების უმეტესობა ყოველთვის ერთი და იგივე კითხვებით იწყებოდა. და მოდი ახლა ამ კითხვებს მივხედოთ. პირველი კითხვა, რომელიც სკეპტიკოსებს აინტერესებთ, არის ის, თუ რატომ ინახება ზოგიერთი დოკუმენტი დღემდე გრიფით საიდუმლოდ. ანუ 62 წელია გასული. 62 წელია გასული კენედის მკვლელობიდან, მაგრამ დოკუმენტების ნაწილი დღემდე გასაიდუმლოებულია. და მეორე, როგორ მოხდა ისე, რომ უორენის კომისიის მიერ ჩატარებული გამოძიება რამდენიმე პუნქტში ოფიციალურ გამოძიებას თავიდან ბოლომდე ცდება. მოკლედ, ერთი რამ ფაქტია, ამ გრიფით საიდუმლო დოკუმენტებს ვერც მე ვნახავ და ვერც თქვენ, მაგრამ მოდით საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტებზე ვისაუბროთ და ვისაუბროთ იმ კითხვებზე, რომლებსაც ამ დოკუმენტებში არსებული ჩანაწერები აჩენენ. კენედის საქმეში ერთ-ერთი საკმაოდ საინტერესო დეტალი ეგრეთ წოდებული ჯადოსნური ტყვიაა. 800 გვერდიან გასაჯაროებულ დოკუმენტში უორენის კომისია აკეთებს დასკვნას, რომ ლი ჰარვი ოსვალდის საზღვაო ქვეითი დანაყოფის გამოცდილი მსროლელია, რომელმაც 3 ჯერ გაისროლა. პირველი ტყვია კენედის კისრის არეში მოხდა.
გაიარა მისი ყელი. შემდეგ კი გუბერნატორ კონელის მოხდა. მეორე ტყვია პრეზიდენტს კეფაში მოხდა. და სწორედ ეს ტყვია გახდა გარდაცვალების მიზეზი. ამ ორი გასროლის გარდა მესამე აცილებაც იყო და ერთი შეხედვით ყველაფერი ლოგიკურად ლაგდება. თუმცა აქ ხაზგასასმელია ერთი საკმაოდ საინტერესო დეტალი. პირველ ტყვიას ჯადოსნური უწოდეს. თეორიის მიხედვით ეს იყო სპილენძის გარშში ჩასმული ტყვია, რომელიც 3 სანტიმეტრის სიგრძის იყო. ოსვალდმა ტყვია ტეხასის სასკოლო სახელმძღვანელოების საცავის მე-6 სართულიდან გაისროლა. მან 2 ადამიანის ტანში გაიარა და ბოლოს ისე, რომ ინერცია არ დაუკარგავს, გუბერნატორი კონელის ბარძახში მოხვდა. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, გამოდის რომ ტყვიამ გაიარა ტანსაცმლის 15 ფენა, კანის 7 ფენა, დაახლოებით 38 სანტიმეტრიანი კუნთოვანი მასა და გუბერნატორი კონელის ნეკნი. რა თქმა უნდა, ბევრ სკეპტიკოს არ სჯერა ამ მოსაზრების. ისინი ფიქრობენ, რომ სროლელი არა ერთი, არამედ რამდენიმე იყო, ან როგორც მინიმუმ 2. მათ არ სჯერათ ეგრეთ წოდებული ჯადოსნური ტყვის, ანუ ერთი ტყვის, რომელმაც რამდენჯერმე გაიარა ადამიანების სხეულში, არა და მაშინ, როდესაც ეს ჯადოსნური ტყვის ან ერთი ტყვის თეორია გამოძიების ოფიციალური ვერსიის სიმტკიცისთვის მართლაც რომ ფუნდამენტურ მნიშვნელობას წარმოადგენს. მოკლედ, უცნაურია ისიც, რომ ლი ჰარვი ოსვალდმა ძალიან მოკლე დროში მოასწრო იარაღის 3ჯერ გადატენვა, დამიზნება და თან დამიზნება არა უბრალოდ სწორად ან ერთ ადგილას მდგომ ობიექტზე, არამედ ობიექტზე, რომელიც მანქანაში იჯდა და თან გადაადგილდებოდა. მინიმალური დრო, რომელიც 2 მიჯრით და თან მიზანში ზუსტად გასვლა სჭირდება არის 2.1 წამი. არა და კენედისა და კონელის დაზიანება უფრო მოკლე დროში დაფიქსირდა. კიდევ ერთი რამ, რაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს, არის თვითმხილველთა ჩვენებები. გარისონი მიუთითებს იმაზე, რომ ვორენის კომისიამ თითქოს რაღაც გარკვეული კრიტერიუმებით შეარჩია ის ადამიანები, რომელთა ჩვენებებსაც ოფიციალურ გამოძიების მასალაში შეიტანდა. იმიტომ რომ არსებობდნენ ისეთი ადამიანებიც, რომელთა ჩვენებებიც ამ ოფიციალური ვერსიისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. გასროლის ხმის გაგონებისას კენედის კორტესს ახალი მოხვეული ჰქონდა ელმ სტრიტზე. სასკოლო სახელმძღვანელოების საცავი ამ მომენტისთვის ლიმუზინის უკანა მხარეს იმყოფებოდა. ავტომობილიდან ოდნავ ხელმარჯვნივ ბალახიანი ბორცვი იყო, რომელსაც ხის ღობე ჰქონდა. ამ ღობის გაყოლებაზე კი რამდენიმე დაბალი ხე იდგა. მკვლელობამდე 1 საათით ადრე თვითმხილველი ჯულია ენ მერსერი დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა საკუთარ ავტომობილში. მაშინ როცა ელმ სტრიტზე საცობი შენიშნა, ის საფეხმავლო ბილიკთან ახლოს პიკაპის უკან დაპარკინგდა. მან შეამჩნია პიკაპიდან გადმოსული მამაკაცი, რომელიც ამ ბორცვზე ავიდა. ხელში კი ნაჭერში გახვეული იარაღის ფორმის ნივთი ეჭირა. ჯონ გარისონის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი გამოძიების მიხედვით, მკვლელობიდან 1 დღის შემდეგ ჯულია ენ მერსერმა აღნიშნული ინფორმაცია დალასის შერიფს და ადგილობრივი ფედერალური გამოძიების ბიუროს ოფისად შეატყობინა. თუმცა როგორც ირკვევა, ვორენის კომისიას იგი არასდროს დაუკითხავს. ზოგიერთი თვითმხილველის თქმით, მათ გასროლა სწორედ ამ ბორცვის მხრიდან გაიგონეს. მეტიც, მათ შეამჩნიეს პატარა კვამლი ხეებს შორის, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემდეგ დგება ხოლმე. სასკოლო წიგნების საცავის დირექტორი კემბელი კი დარწმუნებული იყო, რომ გასროლის ხმა სწორედ ამ ბორცვთან არსებული ხის ღობის მხრიდან ისმოდა. ზაპრუდერი, რომელმაც კენედის მკვლელობის სამსახველი ვიდეო მასალა გადაიღო თავისი სამოყვარულო კამერით, ამბობდა იმას, რასაც პრინციპში ზოგიერთი თვითმხილველი, რომ თითქოს გასროლა უკნიდან მოესმა. შეგახსენებთ, რომ ის იდგა ბეტონის კოლონაზე, რომლის უკანაც იყო აღნიშნული ხის ღობე. თუმცა მის გარდა არსებობს კიდევ ერთი ადამიანი, გვარად ნიუმანი, რომელიც მომხდართან დაკავშირებით შემდეგ რაღაცას ამბობს. ჩვენ ბორდიურის კიდეზე ვიდექით და ვუყურებდით ავტომობილს, რომელიც გვიახლოვდებოდა. შემდეგ გავიგეთ გასროლის ხმა და უცებვე გავწექით ბალახზე, იმიტომ რომ დარწმუნებულები ვიყავით, რომ ჩვენს უკან ვიღაც ისროდა. მე არ მახსოვს, რომ რომელიმე ჩვენგანს ვინც იქ იმყოფებოდა გაეხედა წიგნების საცავის მიმართულებით. ამ ყველაფრის გარდა არსებობს ვიდეო ჩანაწერი, რომელსაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე ვერ გაჩვენებთ YouTube-ის შეზღუდვის გამო და ამ ვიდეო ჩანაწერში კარგად ჩანს ის, რომ გასროლის მომენტში კენედი არა წინ აქნევს ინერციით თავს, არამედ უკან. ისე თითქოს მას არა უკნიდან, არამედ წინიდან ესროლეს. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ საუკუნის მკვლელობის გამოძიებას არასდროს გამოუჩენია ინტერესი არანაკლებ დამაინტრიგებელი მტკიცებულებების მიმართ, რომელიც იმას მოწმობს, რომ ახლოს მდებარე რკინიგზის კვეთასთან შესაძლოა ყოფილიყვნენ ადამიანები, რომლებიც თავს საიდუმლო სამსახურის თანამშრომლება დაასაღებდნენ. რამდენიმე მოწმეს თქმით,
მათ დაინახეს საიდუმლო სამსახურის აგენტები რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელობის შემდეგ. თუმცა ოფიციალური უწყებების თქმით, რასაც ვორენის კომისიაც ადასტურებს, მკვლელობის შემდეგ აბსოლუტურად ყველა აგენტი ჰოსპიტალის მიმართულებით დაიძრა. შესაბამისად, რკინიგზის ტერიტორიაზე ისინი ფიზიკურად ვერ იქნებოდნენ. ეს შეიძლება რამდენიმე რაღაცას ნიშნავდეს. საიდუმლო სამსახური ან მალავს, ან არადა იტყუება თავისი აგენტების შესახებ. ან მეორე ვარიანტი ის არის, რომ ის ტიპები, ის ადამიანები, რომლებიც თვითმხილველებმა აი ამ რკინიგზის სისტემასთან შეამჩნიეს, სულაც არ ყოფილან აგენტები. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ვორენის კომისიას აღნიშნული ფაქტი საერთოდ არ განუხილავს. და მოდი არ დავივიწყოთ კიდევ ერთი ადამიანი. ჯეკ რუბი. ჯეკ რუბი ერთ-ერთმა თვითმხილველმა, რომელსაც გარისონი გაესაუბრა, შეამჩნია კენედის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე სწორედ იმ ხის ღობესთან, რომლიდანაც სხვადასხვა თვითმხილველები ამბობდნენ, რომ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. და აქაც მნიშვნელოვანია ის, რომ ამ თვითმხილველის ჩვენება ვორენის კომისიამ ისე შეცვალა, რომ თითქოს მან ვერ შეძლო ამ ადამიანში ჯეკ რუბის ამოცნობა. კიდევ ერთი საკმაოდ საინტერესო ადამიანი, რომელიც კენედის მკვლელობის ვიდეო მასალაში ჩანს, გახლავთ ქოლგიანი ადამიანი, რომელიც რამდენიმე კადრშია დაფიქსირებული. შეგახსენებთ, რომ დალასში კენედის ჩამოსვლის წინა დღეს წვიმდა, თუმცა დილით მზე გამოვიდა და კენედიმ ქალაქში კაბრიოლეტის ტიპის ლიმუზინით გადაადგილება სწორედ ამიტომ დააპირა. თუ დააკვირდებით კადრებში, სადაც მოქალაქეები ჩანან, თითქმის არავის აცვია საწვიმარი და უფრო მეტიც, არც ერთ მათგანს არ უჭირავს ქოლგა, რაც ძალიან საეჭვოდ გამოიყურება. ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი თეორია არსებობს და გვირდებით, ამ ქოლგიან ადამიანს აუცილებლად მიუბრუნდები. ერთი ადამიანი, ვის გარეშეც ვერც ერთი კონსპირაციული თეორია რა თქმა უნდა ვერ იარსებებს, გახლავთ თავად ლი ჰარვი ოსვალდი. ბევრს სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ იგი მარტო მოქმედებდა. ბევრისთვის დღემდე გაურკვეველია მისი მოტივები. ბევრისთვის დღემდე გაურკვეველია ის, ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს თანამშრომლებთან ერთად მოქმედებდა, უბელებთან, კომუნისტებთან, მაფიოზებთან თუ ნებისმიერ სხვა ადამიანებთან. თუმცა ერთი რამ ფაქტია, მაშინ როდესაც ლი ჰარვი ოსვალდი დაიჭირეს, ის ამბობდა, რომ ის ფეცია, რაც ქართულად ითარგმნება როგორც განტევების ვაცი. No, they're taking me in because of the fact that I lived in the Soviet Union. I'm just a patsy. მოკლედ რომ თქვა, კონსპირაციის თეორიის მომხრეებს საკმაოდ დიდი რაოდენობის არგუმენტი აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ლი ჰარვი ოსვალდი მართლაც განტევების ვაცი იყო და მოდით რამდენიმე მათგანი განვიხილოთ. პირველ რიგში ისინი განიხილავენ ფოტოს, სადაც ოსვალდს სწორედ ის იარაღი უჭირავს, რომლიდანაც ვორენის კომისიის დასკვნის მიხედვით მოკლეს კენედი. აი რა აეჭვებს სკეპტიკოსებს ამ ფოტოში. ჩრდილები და ოსვალდის ყბა. ჩრდილი, რომელსაც ოსვალდის სხეული ტოვებს, არ ემთხვევა იმ ჩრდილის მიმართულებას, რომელიც მის სახეზეა. სხეულის მიერ დატოვებული ჩრდილი განზე გადის. მაშინ, როცა მის სახეზე ცხვირის ქვეშ ჩრდილი ისეა, თითქოს მზე ზემოდან ანათებს. ოსვალდის ყბა ამ ფოტოზე ბევრად უფრო ფართო ჩანს. მაშინ, როცა მას სხვა ფოტოებში, მათ შორის დაკავებისას გადაღებულ ფოტოზეც, ბევრად უფრო ვიწრო ყბა აქვს. დასკვნა, რომელსაც კონსპიროლოგები აკეთებენ, ის გახლავთ, რომ ფოტო ფეიქია. მეტიც, თავად ოსვალდიც დაკითხვისას იმას ამტკიცებდა, რომ ფოტო ყალბი იყო. კიდევ ერთი საკმაოდ საეჭვო ფაქტი ის გახლავთ, რომ ლი ჰარვი ოსვალდის დაკითხვის პროცესი, რომელიც 12 საათი გრძელდებოდა, არ არის დადოკუმენტირებული. რას გულისხმობ, იცით? არც სტენოგრაფია, არც ვიდეო ჩანაწერი, არც აუდიო ჩანაწერი უბრალოდ არ არსებობს. ანუ წარმოიდგინეთ, ადამიანმა მოკლა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მისი დაკითხვა გრძელდებოდა 12 საათი და ამ დაკითხვის ჩანაწერი უბრალოდ არ არსებობს, რაც წესით და რიგით კონსტიტუციური დარღვევაა. მაგრამ ეგ კიდევ არაფერი. ლი ჰარვი ოსვალდს არ ჰყავდა ადვოკატი, რაც ასევე მისი კონსტიტუციური უფლებების დარღვევა არის. მოკლედ, ერთი რამ ფაქტია, ამ ადამიანთან ძალიან დიდი რაოდენობის კითხვის ნიშნები ჩნდება. მე შეგახსენებთ იმას, რომ ახლა ამ წამს ვსაუბრობ ჯიმ გარისონის მიერ ჩატარებულ დამოუკიდებელ გამოძიებაზე, რომელმაც სხვა შეთქმულების თეორიის მომხრეებისგან განსხვავებით, ბევრად უფრო სიღრმისეულად შეისწავლა ლი ჰარვი ოსვალდის ცხოვრება და მისი ბავშვობაც კი. ეს ფოტო გადაღებულია 1956 წელს. 17 წლის ოსვალდს ახალი ჩაბარებული აქვს საზღვაო ქვეითა კორპუსში. ოფიციალურ წყაროებში მითითებულია, რომ იგი ამ დროისთვის უკვე კარგად ფლობდა რუსულ ენას, რამაც მომავალში ხელი შეუწყო საბჭოთა კავშირში გადასვლაში. თუმცა ამ ფაქტს უარყოფს ლეიტენანტი ალისონ ფოლსომი, რომელიც ამტკიცებს, რომ კალიფორნიის საზღვაო ქვეითა კორპუსში ჩაბარებისას ოსვალდმა არ იცოდა რუსული და იგი სამხედრო მსახურობისას შეისწავლა.
და რუსულის გამოცდა საბჭოთა კავშირში წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე ჩააბარა. აღნიშნული ფაქტი გარისონისთვის საკმაოდ უცნაურად ჟღერდა, იმიტომ რომ შეგახსენებთ, იგი გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი იყო და შესაბამისად სამხედრო სამსახური უკვე ჰქონდა გამოვლილი. მას აქამდე არსმენია, რომ უბრალო ჯარისკაცს, შეგახსენებთ, უბრალო ჯარისკაცს რუსული ენის გამოცდის ჩაბარება უწევდა. ანუ ლი ჰარვი ოსვალდს რუსული ენა დაახლოებით იმდენადვე გამოადგებოდა თავის სამსახურში, როგორც ვიდეო აუდიო მონტაჟის ცოდნა ან რაღაც მსგავსი. მოკლედ ამ ყველაფრის ფონზე გარისონმა ის დასკვნა გამოიტანა, რომ ლი ჰარვი ოსვალდი ყოველ შემთხვევაში 1959 წელს გაძლიერებულ სამხედრო სწავლებას გადიოდა. ლი ჰარვი ოსვალდი 1958 წლის ნოემბრიდან 1959 წლის სექტემბრის ჩათვლით სამხედრო წვრთნებს გადიოდა კალიფორნიის შტატში არსებულ ელ-ტოროს საზღვაო ქვეითთა სამხედრო კორპუსში. მასთან ყველაზე ახლოს ცხოვრობდა ნელსონ დელგადა. ამ 11-თვიანი პერიოდის განმავლობაში ნელსონი ვერ იხსენებს ვერცერთ ისეთ მომენტს, რომელშიც ლი ჰარვი ოსვალდი რაიმე სახის განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა მარქსიზმის მიმართ. უფრო მეტიც, იგი ამბობდა, რომ ლი მაინც და მაინც კარგი მსროლელი არ იყო და ხშირ შემთხვევაში სამიზნეს აცელდა კიდეც. მის სიტყვებს ადასტურებს ჯონ დონოვანი, რომელიც ამავე ბაზაზე უფროსი ლეიტენანტი იყო. ერთადერთი ადამიანი, რომლის ჩვენებაც ყველა სხვა სამხედრო პირის ჩვენებისგან განსხვავდება, გახლავთ კელი ტორნლი. იგი ოსვალდთან სხვებისგან განსხვავებით ბევრად უფრო ნაკლები ხანი მსახურობდა. უფრო მეტიც, სამხედრო ბაზის სულ სხვა ნაწილში ცხოვრობდა, თუმცა ამტკიცებდა, რომ ჰარვი მარქსისტული იდეოლოგიის მიმართ ინტერესს იჩენდა. გარისონის გამოძიებაში ჩანს, რომ ვორენის კომისიამ არა სხვა ჩვენებებს, არამედ სწორედ ტორნლის ჩვენებას მიაქცია ყველაზე დიდი ყურადღება და შესაბამისად პრესამ სწორედ ის აიტაცა. საინტერესოა ოსვალდის სამხედრო სამსახური ელ-ტოროს ბაზამდეც. ის 1957 წელს იაპონურ ბაზა აცუგიზე დანიშნეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ოსვალდი სამხედრო დაზვერვაში მუშაობდა. იმიტომ რომ აცუგი იყო ზესაიდუმლო ოპერაციებისა და სადაზვერვო თვითმფრინავების ბაზა. ოსვალდის ზენიტურ ქვედანაყოფს უნდა დაეცვა ის ანგარი, სადაც სადაზვერვო თვითმფრინავი U2 ინახებოდა. გარისონი იმედოვნებდა, რომ ოსვალდის ამ სამხედრო ბაზაში მსახურობის დამადასტურებელი დოკუმენტები საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნებოდა. თუმცა აღმოაჩინა, რომ ცენტრალურმა სადაზვერვო ბიურომ ზოგიერთ მათგანს გრიფით საიდუმლო დაადო. 1959 წლის ზაფხულში, მას შემდეგ რაც ლი ჰარვი ოსვალდმა რუსული ენის გამოცდა ჩააბარა, დაწერა განცხადება, რომ სამხედრო სამსახურის მიტოვება სურდა. მიზეზად მან დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. თუმცა მას შემდეგ, რაც 1959 წლის სექტემბერში იგი გაანთავისუფლეს, დედასთან სულ რაღაც 3 დღე დარჩა, შემდეგ გადავიდა ნიუ-ორლეანში, აი ნიუ-ორლეანიდან კი საბჭოთა კავშირში. ევროპამდე ლი ჰარვი ოსვალდი გემით მივიდა. ბილეთი მან შეიძინა ვინმე კლეი შოუსგან, რომლის სახელსაც ცოტა ხანში კიდევ შევხვდებით. ინგლისში ჩასვლის შემდეგ ოსვალდი აღმოსავლეთით მიფრინავს, თუმცა რომელი თვითმფრინავით ან კონკრეტულად რომელი ავიაკომპანიით სარგებლობდა, უცნობია. ვორენის კომისიის თანახმად ოსვალდი ჰელსინკის მიმართულებით გაფრინდა 9 ოქტომბერს, იმ დღესვე, რაც ინგლისში ჩავიდა. თუმცა ოსვალდის პასპორტში ჩართული ბეჭდის მიხედვით მან ინგლისი 10 ოქტომბერს დატოვა. ასევე ცნობილია ისიც, რომ ჰელსინკის სასტუმროში იგი 10 ოქტომბერს დაბინავდა, რაც ფიზიკურად შეუძლებელი იყო, რადგან ერთადერთი კომერციული თვითმფრინავი, რომელიც ლონდონიდან ჰელსინკის მიმართულებით მიფრინავდა, სასტუმროში სარეგისტრაციო ვადამდე ვერანაირად ვერ ჩაფრინდებოდა დანიშნულების ადგილას. აქედან გამომდინარე, გარისონს თავის დამოუკიდებელ გამოძიებაში გამოაქვს დასკვნა, რომ ოსვალდი არაკომერციული რეისით მიფრინავდა. თუმცა ამაზე მეტად ჯიმ გარისონს ის უყვირდა, თუ რამდენად მარტივად მისცა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ლი ჰარვი ოსვალდს და მის მეუღლეს ამერიკაში დაბრუნების საშუალება. უფრო მეტიც, ხელისუფლებამ არაუბრალოდ მარტივად მისცა ამის საშუალება, არამედ დაავალდებულა საელჩო, რომ თუ ლი ჰარვი ოსვალდს შესაბამისი ფინანსები არ ექნებოდა, მისთვის ფინანსური დახმარება გაეწია. $422. აი რა თანხა მიიღო ლი ჰარვი ოსვალდმა ამერიკის საელჩოსგან. მას შემდეგ, რაც ის ამერიკაში ჩავიდა, მას არც აეროპორტში დახვდა გამოძიების ფედერალური ბიუროს რომელიმე აგენტი, რაც წესი და რიგით სტანდარტული პროცედურა იქნებოდა იმის გათვალისწინებით, რომ ამ ადამიანმა ოდესღაც ამერიკის მოქალაქეობაზე უარი თქვა, შემდეგ საბჭოთა კავშირში წავიდა და მერე ისე უკან დაბრუნდა. ნუ მოკლედ მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით არავის საერთოდ არანაირი კითხვა არ გასჩენია, რაც ცოტა არ იყოს უცნაურია. ალბათ დამეთანხმებით. არა? როცა ოსვალდი მეუღლესთან და შვილთან ერთად დაბრუნდა სამშობლოში,
მას არ დახვედრია გამოძიების ფედერალური ბიუროს ან რომელიმე სხვა სახელმწიფო დაწესებულების აგენტი, რაც როგორც წესი, თუკი მიმდინარე ცივ ომს გავითვალისწინებთ, ჩვეულებრივი პროცედურა იქნებოდა. დაბრუნების შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურები მას არ უთვალთვალებდნენ. ოსვალდი მეუღლესთან და შვილთან ერთად შვიდად გადავიდა ტეხასში საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ ლი ჰარვი ოსვალდმა შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირზე და შესაბამისად კომუნიზმზე უარი განაცხადა და ამერიკაში ჩავიდა, ადგილობრივმა რუსულმა თემმა ის საკმაოდ თბილად მიიღო. აქ ხაზგასასმელი ისიც არის, რომ ეს ადგილობრივი რუსული თემი, ანუ ეს რუსი ხალხი, წარმოადგენდნენ ყოფილ რუს მიწათმფლობელებს და გარდა ამისა ყოფილ თავადებს, რომლებიც ბოლშევიკებმა გააკულაკეს და ფაქტობრივად გამოაძევეს ქვეყნიდან. შესაბამისად, მათ წესი და რიგით კომუნისტები ეზიზღებოდათ. არადა წარმოიდგინეთ, რომ ლი ჰარვი ოსვალდი თავის დღიურებში და ჩანაწერებში წერდა და საუბრობდა იმაზე, თუ რამდენად უყვარდა კომუნიზმი და რამდენად ემხრობოდა მარქსიზმს. 1963 წლის გაზაფხულზე ოსვალდი დალასიდან ახალ ორლეანში გადადის. ჩვენ უკვე ვიცით, რომ აქ ის ყავის აპარატების მექანიკოსად მუშაობდა და კუბის მხარდამჭერი კომიტეტის ფლაიერებს არიგებდა. ამ ფაქტთან საკმაოდ ბევრი უცნაური დეტალია დაკავშირებული. სახლი 544, რომელიც კემპ სტრიტის ქუჩაზე არსებულ შენობაში მდებარეობს, ამ ფლაიერებზეც კი იყო დატანილი. თუ ამ ქუჩის პარალელურ ლაფაიეტ სტრიტ 531-თან გავალთ, ვნახავთ, რომ შენობას მეორე შესასვლელიც აქვს. აქ ვინმე გაი ბანისტერის ოფისი მდებარეობდა. ბანისტერი, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი თანამშრომელი იყო, მუშაობდა კერძო დეტექტივად და ის ჯიმ გარისონის თეორიაში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ გაი ბანისტერი ანტიკომუნისტური შეხედულებებით გამოირჩეოდა და ღიად გამოდიოდა იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ფიდელ კასტროს უჭერდა მხარს. მოკლედ ასეთი დამთხოვა მოხდა, რომ ლი ჰარვი ოსვალდი ქუჩაში არიგებს ფლაიერებს, რომლებზეც არის დატანილი მისამართი, რა მისამართზეც გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი აგენტი და აც უკვე კერძო დეტექტივი მუშაობს, რომელსაც აშკარად ეზიზღება კომუნისტები და კომუნისტების გარდა რა თქმა უნდა ფიდელ კასტროც. მაგრამ დამთხოვები ამით რა თქმა უნდა არ სრულდება. მოპირდაპირე მხარეს არსებულ შენობაში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფისია. ჯიმ გარისონი თავის კვლევაში რა თქმა უნდა საუბრობს იმაზე, რომ ლი ჰარვი ოსვალდს ამ ტერიტორიაზე ცხოვრება რა თქმა უნდა არ აწყობდა. თუმცა იგი არ გამორიცხავს იმას, რომ ლი ჰარვი ოსვალდი და გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი აგენტი ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ, სადაც ლი ჰარვი ოსვალდის როლი იმაში მდგომარეობდა, რომ ხალხში გასულიყო დაერიგებინა ფლაიერები და გამაღიზიანებელი კომუნისტური პროპაგანდა დაეწყო. ეს ახსნიდა იმ უცნაურობებს, რაც მის ქმედებებში არაერთხელ შემჩნეულა. მაგალითისთვის, ყოველ ჯერზე, სანამ ის ფიდელ კასტროს მხარდასაჭერ ფლაიერებს დაარიგებდა, მიდიოდა დასაქმების ბიუროში და ქირაობდა ამ საქმისთვის რამდენიმე მუშას, რომლებსაც საათში $2 უხდიდა. სამუშაო დაყვანის ასეთი მეთოდი ჭეშმარიტად მარქსისტული იდეების მატარებელი ადამიანისთვის ძალიან უცნაური იყო, რადგან მსგავსი საქმიანობით დაკავებული ადამიანები სტანდარტულად კარგად იყვნენ დაორგანიზებულები და ხშირ შემთხვევაში მათ არ ჰქონდათ საამისოდ ფული. უორენის კომისიის მოხსენების მიხედვით, მაშინ, როდესაც აგვისტოში ლი ჰარვი ოსვალდი კუბელებთან დაპირისპირების გამო დააკავეს, მან დაკითხვისას მოითხოვა გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტთან საუბარი, მასთან მოვიდა ფედერალური ბიუროს აგენტი ჯონ ქვიგლი და მას ცალკე კაბინეტში დაუწყო საუბარი. მოგვიანებით აგენტმა ქვიგლიმ დაწვა ამ საუბრის ყველანაირი ჩანაწერი, რაც ფედერალური აგენტების სტანდარტულ პროცედურას რა თქმა უნდა ეწინააღმდეგება. სტანდარტულად მსგავსი ჩანაწერები რაპორტთან ერთად ინახება და შესაბამისად ეს უცნაური ქმედება მარტივად აიხსნება იმ შემთხვევაში, თუ კი ოსვალდს მართლაც ჰქონდა გადაკვეთა ბანისტერთან. დაკავებიდან ერთ კვირაში ვიღაცამ, ვისი ვინაობას დღემდე გაურკვეველია, ოსვალდს რადიო დებატებში მონაწილეობის საშუალება მისცა, სადაც სადებატო თემა კაპიტალიზმისა და კომუნიზმის დაპირისპირების საკითხი იყო. ოსვალდი მემარცხენე პოზიციას იცავდა და საკუთარი თავი მარქსიზმის გულუბრხურვალე მხარდამჭერად წარმოაჩინა. კენედის მკვლელობის შემდეგ აღნიშნული ჩანაწერი კონგრესმენებს გაუგზავნეს, როგორც იმის მტკიცებულება, რომ პრეზიდენტი კომუნისტმა მოკლა. აქ გარისონი საკმაოდ ლოგიკურ დასკვნას აკეთებს, რომ ლი ჰარვი ოსვალდის აბსოლუტურად ყველა ქმედება მიზანმიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოებაშიც ისევე როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში მის შესახებ გარკვეული წარმოდგენები ჰქონოდა. წარმოდგენები, რომ იგი აშკარა კომუნისტი იყო. ისე კი ზოგადად თუ დააკვირდებით, კენედის მკვლელობაში ფიგურირებს მხოლოდ და მხოლოდ სამი მოტივი. ერთი, ესენი იყვნენ კომუნისტები, მეორე, ესენი იყვნენ ანტიკომუნისტები, ან მესამე, ესენი იყვნენ
ფიდელ კასტროს, ანუ შესაბამისად კუბის მხარდამჭერები. რა თქმა უნდა, არსებობს კიდევ ერთი თეორია, რომლის მიხედვითაც კენედის მკვლელობაში მაფიოზები არიან გარეულები. მაფიოზები, რომლებსაც კენედის ძმა და თან ამავდროულად გენერალური პროკურორი რობერტ კენედი დევნიდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამას გარდა არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომლის მიხედვითაც კენედი მოიშორეს სამხრეთელებმა, რომლებსაც მისი პოლიტიკა შავკანიანებთან დაკავშირებით არ მოსწონდათ. თუმცა მიუხედავად აი ამ თეორიებისა და ამ ვერსიებისა, არსებობს ერთი რამ, რაც თითქმის ყველა შეთქმულებაში ფიგურირებს. ესენი კუბის მხარდამჭერები არიან. და მოდით ახლა გავარკვიოთ მიზეზებში. 1975 წელს დაარსდა ჩორჩის კომისია, რომელიც შეისწავლიდა ცენტრალური სადაზვერვო ბიუროსა და გამოძიების ფედერალური ბიუროს კანონიერი მუშაობის საკითხს ვოტერგეიტის სკანდალის შემდეგ. კომიტეტმა დაადგინა, რომ ცენტრალურმა სადაზვერვო ბიურომ რამდენჯერმე სცადა ფიდელ კასტროს მოკლა. თეორიაში კენედის მკვლელობა მისი მხრიდან შურისძიება იყო, თუმცა როგორც თავად კასტრო ამბობდა, ის ვერანაირად ვერ წავიდოდა ამ ხელა რისკზე, იმიტომ რომ ხდებოდა, ამას საკმაოდ მძიმე შედეგები მოყვებოდა. თუმცა სწორედ ეს ვერსია ჩანს ყველაზე ლოგიკურად იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ლი ჰარვი ოსვალდმა რამდენჯერმე სცადა კუბაში ჩასვლა. საზოგადოების მეორე ნაწილი კი პირიქით იმაში იყო დარწმუნებული, რომ პრეზიდენტის მკვლელობაში არიან ჩარეული ის ადამიანები, რომლებიც აშკარად ფიდელ კასტროს მოწინააღმდეგეები იყვნენ. თუ არ იცით რაზეა საუბარი, ახლა ძალიან მოკლე ისტორიულ მიმოხილვას გეტყვით. მოკლედ, ჯონ ეფ კენედიმ თავისი პრეზიდენტობის პირველივე წელს სცადა, რომ კუბაში რევოლუცია მოეხდინა ბუნებრივია ფიდელ კასტროს წინააღმდეგ. თუმცა გეგმამ არ გაამართლა და ამან საკმაოდ მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვია საერთაშორისო პოლიტიკაში კუბას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის. კუბაში საიდუმლო შეჭრის გეგმა ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის პრეზიდენტობის დროს შეიქმნა. ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს აგენტები ანტიკასტროული დაჯგუფების წევრებს წვრთნებს უტარებდნენ გვატემალაში. ახალმა პრეზიდენტმა კი ამ გეგმის შესახებ არჩევნებში გამარჯვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გაიგო. 1960 წლის ნოემბერში. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კენედის აფრთხილებდნენ, რომ გეგმა მაინც და მაინც სრულყოფილი არ იყო, თუმცა კენედიმ, რა თქმა უნდა, ეს რჩევები არ გაითვალისწინა და რაღაც მხრივ მეც მესმის მისი. წარმოიდგინეთ, ქვეყანაში ახალი პრეზიდენტია, რომელმაც მოსვლიდან სულ ცოტა ხანშივე მეზობელ ქვეყანაში კომუნიზმი დაამარცხა. სავარაუდოდ მეც ავყვებოდი ასეთ ავანტიურას, იმიტომ რომ მე ხალხს ეყვირა კენედი, კენედი არა, კეკელია, გვიყვარხარ ან რაღაც მსგავსი, მაგრამ ხო, მოკლედ, კენედიმ ეს გადაწყვიტა და მისი არჩევანი მაინც და მაინც გამართლებული არ აღმოჩნდა. კენედისთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ოპერაციას შეუმჩნევლად ჩაევლო. მას სურდა, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში ამერიკელ სამხედროებსა და ამ გეგმას შორის არსებული ყველანაირი კვალი გამქრალიყო. ოპერაცია ორეტაპიანი უნდა ყოფილიყო. შენიღბული თვითმფრინავებიდან ბომბარდირების შემდეგ ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს მიერ გაწვრთნილი ადგილობრივები ღორების ყურაში უნდა შეჭრილიყვნენ და კუბა აეღოთ. 1961 წლის 15 აპრილს 8 ბომბდამშენმა ნიკარაგუა საჰაერო სივრცე დატოვა და ასე დაიწყო კუბაზე თავდასხმა. ამერიკელებმა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი თვითმფრინავები გამოიყენეს, რომლებიც ისე შეღებეს, თითქოს კუბის სამხედრო საავიაციო ბაზებს ეკუთვნოდნენ. ბომბარდირების შედეგად ფიდელ კასტროს სამხედრო საჰაერო ძალების მხოლოდ მცირე ნაწილი დაზიანდა. კუბელებმა კი, რომლებიც ფიდელ კასტროს უჭერდნენ მხარს, მოასწრეს თვითმფრინავებისთვის ფოტოების გადაღება და მათი გავრცელება დაიწყეს. როგორც უკვე მიხვდით, ოპერაციამ ჩუმად ნამდვილად ვერ ჩაიარა და ახლა იმის შესახებ, რომ ამერიკელები მასში მონაწილეობას იღებდნენ, არამხოლოდ ჯონ კენედიმ და მისმა დაახლოებულმა პირებმა, არამედ აბსოლუტურად ყველამ იცოდა. შესაბამისად, პრეზიდენტმა უარი განაცხადა იმაზე, რომ ბომბარდირების მეორე ეტაპი დაწყებულიყო. თუმცა მიუხედავად ამისა, ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს მიერ გაწვრთნილი ადგილობრივები მაინც შეიჭრნენ ღორების ყურეში და მათი უმეტესობა მოკლეს. ნაწილი კი ტყვე დაიყვანეს. ის ფაქტი, რომ ოპერაციამ ამდენად ცუდად ჩაიარა, კენედის ადმინისტრაციისთვის მძიმე დარტყმა იყო. კომპენსაციის მიზნით კი შემუშავდა ოპერაცია მანგუსტი, რომელიც თავის მხრივ მოიაზრებდა კუბის დესტაბილიზაციას დივერსიების, ეკონომიკური სანქციებისა და პროპაგანდის ხარჯზე. აღნიშნული გეგმა შესაძლებლობის შემთხვევაში ფიდელ კასტროს მკვლელობასაც ითვალისწინებდა. კაი, მესმის ის, რომ ესეთი პოლიტიკური სიღრმეები შეიძლება დიდად არ გაინტერესებდეთ, მაგრამ მე უბრალოდ მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ შემდეგი რამ. მსგავსი ინფორმაცია დაგვჭირდება იმის გასარკვევად, რომ გავიგოთ, ვის და რა ინტერესების მქონე ადამიანს შეიძლება აწყობდეს ამ პერიოდში კენედის სიკვდილი.
1962 წელს ნიკიტა ხრუშოვი შეხვდა კუბის დიქტატორს და ისინი შეთანხმდნენ იმაზე, რომ საბჭოთა კავშირიდან კუბის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი წავიდოდა, რომელიც კუბის რესპუბლიკის დაცვის გარანტი იქნებოდა. ოქტომბრის 15 რიცხვში ამერიკულმა მზვერავმა თვითმფრინავებმა გადაიღეს SS-4 ტიპის საშუალო დიაპაზონის რაკეტები, რომლებსაც ვაშინგტონამდე მიღწევა უპრობლემოდ შეეძლოთ. კენედიმ კი ამის პასუხად მოიწვია ესკომი და კუბის საზღვაო ბლოკადაში მოქცევა გადაწყვიტა. კუბის ირგვლივ მობილიზებული იქნა ამერიკის საზღვაო ძალების 200-მდე საბრძოლო გემი. ვერავინ ვერ ხვდებოდა თუ რა რეაგირება შეიძლება ჰქონოდა ნიკიტა ხრუშოვს საზღვაო ბლოკადაზე. თუმცა საბოლოო ჯამში ორივე ზესახელმწიფოს მეთაური აცნობიერებდა იმას, რომ ბირთვულ ომს კარგი არაფერი არ მოყვებოდა. საბოლოო ჯამში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საბჭოთა კავშირმა დადეს შეთანხმება. ამ შეთანხმების მიხედვით საბჭოთა კავშირს უნდა აიღო ყველა ის რაკეტა, რომელიც კუბის ტერიტორიაზე ჰქონდა განთავსებული, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები დებდა პირობას, რომ იგი აღარ ჩაერეოდა კუბის შიდა პოლიტიკაში. თუმცა ამ შეთანხმებას ერთი საიდუმლო პუნქტიც ჰქონდა, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ გახდა ცნობილი. ეს საიდუმლო პუნქტი გულისხმობდა იმას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც უნდა აიღო თავისი რაკეტები თურქეთის ტერიტორიიდან. სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე პრეზიდენტმა კენედიმ უარი განაცხადა ატომური იარაღის ტესტირებაზე. ამას გარდა მასსა და საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეიძლება ითქვას დათბა ურთიერთობები, რაც ცივი ომის ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი იყო. თუმცა ეს ბევრ ამერიკელს არ აწყობდა და უფრო მეტიც აღიზიანებდა კიდეც. კაი, ვები იმას, რომ საკმაოდ ხანგრძლივი ვიდეო გამომივიდა, გულწრფელად გეტყვით, რომ არც მე არ ვაპირებდი, რომ ამ ხელო ვიდეო გამოსულიყო, მაგრამ საქმეში არსებულმა მასალამ ასე მოითხოვა. მოკლედ, საით მიმყავდა საუბარი. ჯიმ გარისონის აზრით, რომელმაც შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებლად ჩაატარა გამოძიება, კენედის მკვლელობის გამოძიება, რა თქმა უნდა, გამოიტანა ის დასკვნა, რომ საქმეში არიან გარეულები, ის ფედერალური ბიუროს აგენტები და გარდა ამისა ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს აგენტები, რომლებიც მკვეთრად ანტისაბჭოური განწყობით და გარდა ამისა ანტი-ფიდელ კასტროული განწყობით გამოირჩეოდნენ, რომლებსაც ამავდროულად არ აწყობდათ ცივი ომის დასრულება. იმიტომ რომ თუ ცივი ომი დასრულდებოდა, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების გავლენა აღარ გაიზრდებოდა. მათ დააორგანიზეს შეთქმულება, რომელშიც მონაწილეობდა ლი ჰარვი ოსვალდი და რამდენიმე ნიუ-ორლეანელი კომუნისტი. კლეი შოუ, რომელმაც ლი ჰარვი ოსვალდს ევროპისკენ მიმავალი გემის ბილეთები მიყიდა. გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი თანამშრომელი გაი ბანისტერი და დევიდ ფერი ამ საქმეში იყვნენ ჩართულები. აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე მათგანი უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა. ბანისტერი თრომბოზით გარდაიცვალა 1964 წლის ივნისში, კენედის მკვლელობიდან 9 წლის შემდეგ. სიკვდილის შემდეგ მისმა დაქვრივებულმა მეუღლემ გარისონთან საუბარში ახსენა, რომ ქმრის ოფისში მაგიდაზე კუბის მიმართ სამართლიანი პოლიტიკის კომიტეტის რამდენიმე ფლაერი აღმოაჩინა. გარისონი დარწმუნებული იყო, რომ დევიდ ფერი იცნობდა ოსვალდს სამხედრო აკადემიიდან, თუმცა ფერი ამას უარყოფდა. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ფერის და ოსვალდს ერთობლივი ფოტოც კი ჰქონდათ გადაღებული სამხედრო შტაბში პიკნიკის დროს. დევიდ ფერის სიკვდილიც ბევრ კითხვას აჩენს. ის გარდაცვლილი იპოვეს 1967 წლის 22 თებერვალს, ჯიმ გარისონის მიერ ჩატარებული გამოძიების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში. მის სახლში აღმოაჩინეს 2 წერილი, რომელშიც ფერი სუიციდზე საუბრობდა, თუმცა ისინი არა ხელით, არამედ საბეჭდი მანქანის დახმარებით იყო დაწერილი. აღსანიშნავია ისიც, რომ გაკვეთა მაჩვენა, რომ ფერი არა სუიციდით, არამედ ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, რომელიც ტვინში სისხლ ჩაქცევამ გამოიწვია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არც მკვლელობა იყო და არც სუიციდი. ამიტომ წერილების დაწერას რა აზრი ჰქონდა დღემდე გაურკვეველია. კლეი შოუ ამ თეორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წარმომადგენელია, იმიტომ რომ ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც სასამართლოში დაიბარეს ჯონ F. კენედის მკვლელობაში მონაწილეობის გამო. გარისონმა სასამართლოში მიიყვანა მოწმე, რომელიც ესწრებოდა ლი ჰარვი ოსვალდის, კლეი შოუს და დევიდ ფერის საუბარს, სადაც სამივე განიხილავდნენ ორმხრივი გასროლის შესაძლებლობას და საიმედო ალიბის დანაშაულის ადგილის დატოვების შემდეგ. თუმცა მიუხედავად ამ ჩვენებისა, სასამართლომ კლეი შოუ გაამართლა, რადგან მიიჩნია, რომ თვითმხილველის სანდოობა ეჭვს იწვევდა. რა ვაბა, კიდე ფიქრობთ იმას, რომ ლი ჰარვი ოსვალდმა, განსაკუთრებით კი მარტომ შეძლო ჯონ კენედის მკვლელობა? კარგი, მოდი გულწრფელები ვიყოთ
მაშინ, როდესაც ვიდეოში თქვენ მოისმინეთ შეთქმულების თეორიაც, ოფიციალური გამოძიებაც და ეს ყველაფერი ერთმანეთში ქაოტურად არის არეული და მით უმეტეს 62 წელია მომხდარიდან გასული, ყველაფერი საკმაოდ ისე საეჭვოდ და დამაბნევლად გამოიყურება. და ამას პრინციპში ადასტურებს გამოკითხვაც, რომელიც 1963 წელსაც ჩატარდა და 2013 წელსაც. მოდით ერთად ვნახოთ შედეგები. აღნიშნული გრაფიკი აჩვენებს იმ ადამიანთა პროცენტულ მაჩვენებელს, რომლებიც არ ენდობიან ოფიციალურ ვერსიას. როგორც ხედავთ, 1963 წელს გამოკითხულთა ნახევარზე მეტი დარწმუნებული იყო იმაში, რომ ოსვალდი მარტო ვერ მოახერხებდა დანაშაულის ჩადენას. თუმცა მაჩვენებელმა 1976 წელს მოიმატა და თან საკმაოდ მკვეთრადაც. ალბათ გაინტერესებთ რა მოხდა ამ პერიოდში. საქმე ისაა, რომ გასაჯაროვდა ზაპრუდერის სამოყვარულო კამერით გადაღებული მკვლელობის კადრები. მომდევნო წლებში, იმაში რომ კენედი მხოლოდ ლი ჰარვი ოსვალდს არ მოუკლავს, ისევ იგივე რაოდენობის ადამიანი იყო დარწმუნებული. ისე როგორ ფიქრობთ, რამდენი შეთქმულების თეორია ისეთი, რომლისაც მოსახლეობის 80%-ზე მეტს ჯერა? და ზოგადად საინტერესო იქნებოდა საქართველოში რომ ჩაგვეტარებინა გამოკითხვა ზვიად გამსახურდიაზე, ზურაბ ჯვანიაზე, ან ბადრი პატარკაციშვილზე, მოსახლეობა თქვენი აზრით რას დააფიქსირებდა? მიუხედავად ყველა ამ კითხვისა, ლი ჰარვი ოსვალდი დღემდე ერთადერთ დამნაშავედ ითვლება. ყველა ის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მას კავშირი ჰქონდა მაფიასთან, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ან სხვა ორგანიზაციებთან, ოფიციალურად უარყოფილია. ფაქტია, რომ ბევრი რამ საქმის მასალიდან დღემდე გრიფით საიდუმლოდ არის შენახული. სწორედ ამიტომ სკეპტიკოსები და შეთქმულების მოყვარულები ამ სიცარიელეს ხანდახან აბსურდული, ზოგჯერ კი დამაჯერებელი თეორიებით ავსებენ. ჯიმ გარისონის გამოძიება მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ისე ლამაზად და კარგად არის შეფუთული და თან დამაჯერებლად, მაინც არასანდო წყაროებზე აგებული. და იმ არგუმენტების უმეტესობა, რომელიც მან თავის წიგნში მოიყვანა, უკვე უარყოფილია. და მოდი განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი. ეს ის ფოტოა, რომელიც ოლივერ სტოუნის ფილმშიც არის ნახსენები. და არა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ყალბი სულაც არაა. ოსვალდის ქვედა ყბა უფრო ფართოდ მხოლოდ იმიტომ ჩანს, რომ ის ჭრდილშია მოქცეული. რაც შეეხება ჭრდილების განსხვავებულ მიმართულებას, ამასაც აქვს მეცნიერული ახსნა. საქმე ის არის, რომ ადამიანები ზოგადად მოცულობით ვხედავთ და ფოტო კი 2D გამოსახულებაა და შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ ფოტოზე არსებული ერთმანეთს რომ არ ემთხვევა ის ჭრდილები, გამოეწვია ეგრეთ წოდებულ მეორეულ განათებას, რომელიც ფოტოზე იმდენად მკვეთრად ჩანს, როგორც სტანდარტული ადამიანის მიერ დატოვებული ჭრდილი. ეს ყველაფერი არის ძველი ფირის ბრალი, რომელიც ჩავთეთრ ფოტოზე ოდნავ ჩაბნელებულ სივრცესაც კი ბევრად უფრო მკვეთრად ამუქებდა, ვიდრე ამას ადამიანის თვალი იზავდა. და შესაბამისად, აი აქ ცხვირის ქვეშ ჩამოშვებული ჭრდილიც იმდენადვე მუქია, როგორც სხეულის მიერ დატოვებული ჭრდილი. არადა არ არის გამორიცხული, რომ ცხვირის ქვეშ დატოვებული ჭრდილი ფოტოაპარატის განათებამ გამოიწვია. ჯადოსნური ტყვიის მაგალითიც რამდენჯერმე უარყოფილია შესაბამისი ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად, რომლის ფარგლებშიც გაირკვა, რომ სპილენძის გარშში ჩასმულ 3 სანტიმეტრიან ტყვიას შეუძლია აღნიშნული ტრაექტორიით მოძრაობა და იმავე რაოდენობის ობიექტის დაზიანება, რაც რეალობაში მოხდა. ეს კი ქოლგიანი ტიპია, რომელსაც როგორც შეგვპირდით და უბრუნდებოდით. ბევრი თვლის, რომ ის ქოლგის დახმარებით სნაიპერს ქარის მიმართულებას აცნობდა. თუმცა შეთქმულების თეორიის მოყვარულები უფრო საინტერესო ვერსიებსაც გამოთქვამენ. მაგალითად იმასაც, რომ ქოლგაში ჩამონტაჟებული იყო იარაღი. თუმცა ამ ქოლგის ისტორია ბევრად უფრო მარტივად აიხსნება. არადა მე გულწრფელი ვიქნები, მერჩივნა, რომ ამ ქოლგაში ჩამალული იარაღი ყოფილიყო რაღაც ჯეიმს ბონდურისკენ წავიდოდა ყველაფერი, მაგრამ მოკლედ ამ ადამიანმა ოფიციალურ გამოძიებას მისცა ჩვენება და ამ ჩვენებაში ახსნა ის თუ რისთვის ჭირდებოდა ქოლგა. ქოლგა იყო ერთგვარი პროტესტის ნიშანი. ჯონ კენედის მამა ამერიკის ელჩი იყო დიდ ბრიტანეთში მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრი ნევილ ჩემბერლენი იყო. ომის დაწყების წინ ჩემბერლენმა და ჰიტლერმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მიუნხენის შეთანხმების სახელითაა ცნობილი. ამ გადაწყვეტილებას უფროსი კენედიც უჭერდა მხარს. საქმე კი ისაა, რომ ჩემბერლენი ცნობილი იყო იმით, რომ სულ ქოლგით გადაადგილდებოდა. ეს ატრიბუტი კი ჯონ კენედის მოწინააღმდეგეების მხრიდან სხვადასხვა საპროტესტო აქციებში ხშირად გამოიყენებოდა. მოდით წარმოვიდგინოთ, რომ კენედის მკვლელობის საქმე არის ერთი ძალიან დიდი სურათი, ან დიდი ნახატი, არ აქვს მნიშვნელობა. თუ კი ჩვენ ამ ნახატის თვალიერებას დავიწყებთ მიკროსკოპით ან უბრალოდ გამადიდებელი შუშით, ჩვენ გამადიდებელ შუშაში არსებულ
პატარ-პატარა დეტალებს დავინახავთ, მაგრამ ვერ შევძლებთ მთლიანი სურათის დანახვას. ამ ყველაფერს იმიტომ ამბობ, რომ შეთქმულების თეორიის მოყვარულებს უყვართ ჩაკირკიტება პატარა დეტალებზე, იმ დეტალებზე, რომლებიც საბოლოო ჯამში საქმეში რეალურად მნიშვნელოვანი ნამდვილად არ არის. შეთქმულების თეორიის მოყვარულებს კი შემდეგ რაღაცას ვეტყვი. არსებობს ბენჯამინ ფრანკლინის ერთი ასეთი გამონათქვამი. სამ ადამიანს შეუძლია საიდუმლო შენახვა იმ შემთხვევაში, თუ კი ამ სამი ადამიანიდან ორი ადამიანი უკვე გარდაცვლილია. ხო, მოკლედ ალბათ მიხვდებით რას გულისხმობ, ან შეიძლება ვერ მიხვდეთ, თუმცა მე რატომღაც მგონია, რომ თუ ამ ვიდეოს ამ მომენტამდე უყურეთ, ყველაფერს მიხვდებით. ხო. Watergate-ის სკანდალი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ნიქსონი კონკურენტების მოსმენაში დაადანაშაულეს, თავიდან შეთქმულების თეორიად ითვლებოდა, თუმცა სიმართლის გარკვევას რამდენიმე წელიწადი დასჭირდა. და თუ კი კენედის მკვლელობა ერთი მთლიანი და დიდი შეთქმულების თეორია, მაშინ გამოდის, რომ მასში ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანი უნდა იყოს ჩართული. და თუ კი ამ დიდი რაოდენობის ადამიანის მოშორება გახდებოდა საჭირო, ბევრად უფრო მეტი ადამიანი უნდა შეეწუხებინათ. მოკლედ, ხო, ამ 62 წლის განმავლობაში ბევრად უფრო მყარი არგუმენტები არ გამოჩენილა, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეთქმულების თეორიების მოყვარულებს გელოდებით კომენტარებში, მე ნელ-ნელა დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ სიმართლე რომ გითხრათ, მაგრად გადავიღალე. სავარაუდოდ შემდეგ ჯერზე, როცა ვიდეოს ჩავიწერ, ჩაის და ორწყობილას მოვიმარაგებ, იმიტომ რომ ამ დროის განმავლობაში მგონია, რომ ძალიან გავშინაურდით. ხო, მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო, გააზიარეთ იგი სოციალურ ქსელებში. დროებით.